გავუკეთეთ კვლევა და ეს აღჭერ გაზრდილი კინაზე მოხვდა თავში, ეგრევე დავეცით ძირს, მივხვდით რომ ეს იყო დიუშენი. საქართველოს მოსახლეობის პოპულაციისთვის წელიწადში დაახლოებით 10 ბავშვი იბადება და 100 ბავშვზე გამოვა 6 მილიონი. 6 მილიონი, ხო? აი ღარიბაშვილს სახში ედო იმდენი ზუსტ. ესე არ გამჭირდება ცხოვრებაში, იმედი რა მოხერხულად არ გამომდის. ეს არის შეკითხვა, რომელსაც ჩვენც ყოველდღე უსვამთ ჩვენ თავს. პირველი ღამე ჩვენც 20 ფილს გავათენეთ და თქვენც. ბოლო შეხვედრა როგორც აიყო სარჯველესთან, ეს არის ცივი უარი. 2 წელი რომ მინის მეხვერწებოდით, რომ გუნდი შექმენი თქო და ამასობაში 3 ბავშვი რომ დაგვეღუპა. უსაფრთხოება და ეფექტურობა არ ვიცით, ეს არის სპეკულირება ისეთი ბინძური. გამოვიდნენ გაცოფებულები. კარდიოლოგის კონსულტაცია, ნევროლოგის ეგერი არაფერი არ არის. კვლევები. მე ასევე მაქვს განცდა რომ სახელმწიფოში ეშინოდეს, რომ აი ხა ამათ აი თქვა გამოყოფ ჯანდაბას რაღაცა რამდენიმე ასეულ მილიონს. ვინ ეკითხება სარჯველაძეს რა რისკის გაწევა უღის ადამიანს საკუთარი სიცოცხლისთვის. ჩვენ ვამბობთ რომ სიცოცხლე არ იყიდება. იმდენად გავრცელდა სიმართლე, იქ ცალკე ექიმები არგუმენტირებულად ხსნიდნენ. გაცილებით ბევრი რამე არის დამოკიდებული ქართული ოცნების დეკლარირებულ ხარდამჭერებზე. ეტში ჩაიჟდომის მერე კიდე დამატებით რაღაცა პრობლემები იწყება. მოდი თქვა რა არის სასურველი და რა არის რეალისტური. მამა, რომლის შვილსაც წამალი სჭირდება, საზოგადოების გაერთიანება ხდება ამ კეთილშობილური მიზნის ქვეშ. თუ ჩვენმა ბავშვმა გაიმარჯვეს, ქვეყანაც გაიმარჯვებს აქ. მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელის კამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად. ჩვენი დღევანდელი ეთერი ოდნავ განსხვავებულია ფორმატითაც და თემატიკითაც. მყავს ორი სტუმარი, რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ. ბატონი კახა წიქარიშვილი, დიუშენის სინდრომის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი და მაკუნა გოჩიაშვილი, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი. ბევრს აღარ ახსნი გასაგებია ეს ორი თემა ასე ერთად რატო და ასე შემდეგ. ჩვენი გადაცემიდანაც კიდე უფრო მეტი კითხვაზეც მივიღებთ პასუხს და მეც ვისაუბრებთ. პირველ რიგში ხო ძალიან მძიმე თემაა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულებიდან გამომდინარე არის კიდევ განსაკუთრებით მძიმე თემა. ეხლა ბევრი რო არ ვილაპარაკო, ეხლა იმის გარდა რაც ეთერებში ვხედავთ ამ თემებზე და მოვისმინეთ და უკვე ფაქტობრივად საქართველოში აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც არ გაიგო რომ მშობლებს ეს პრობლემა აქვს და ბავშვებს. ამის მიმღმა კიდე არსებობს, რაზეც სულ მეფიქრება ხოლმე ადამიანური ყოველდღიურობა და ცხოვრება, რომელიც ისედაც უამრავი სირთულით არის დატვირთული, როცა ასეთ სპეციფიკასთან და ასეთ შემთხვევებთან გვაქვს საქმე და ამის პარალელურად კიდე რომ მშობლებს უწევთ, აი ის რაც უწევთ და რომელი ერთი ჩამოთვალო ხა აღარ ვიცი და გამისცენება აი კანცელარიასთან, ეს არის დამატებითი კატასტროფა კიდე, ხო? ბატონ კახა, თქვენგან მინდა დავიწყოთ საუბარი. კიდევ ერთხელ რომ მოვუყვეთ საზოგადოებას, რომელიც პრინციპში გარკვეულწილად არის საქმის კურსში, რას ითხოვთ თქვენ სახელმწიფოსგან, რატომ ითხოვთ სახელმწიფოსგან და რატომ არის ეს ასეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ეს პრეპარატი, რომელსაც თქვენ ითხოვთ და სახელმწიფოს პასუხი რა იყო, ამაზეც საინტერესოა. და თქვენ ისნებართვით ბარემერც დავამატებ, ჩვენც ასევე საინტერესოა, გარდა იმისა, რომ კურნალობა უნდა მიეცეთ ბავშვებს, წამალი უნდა მიეცეთ, მაინტერესებს ამ ეტაპზე რა სერვისები მიეწოდება სახელმწიფოს მხრიდან, არის თუ არა რაიმე პროგრამები, ან ყოველწლიურად ბიუჯეტში იდება თუ არა რაიმე თანხა, დავანებოთ თავი ძვირიან წამლებს, ის რაც ყოველდღიურად მონიტორინგისთვის, რეაბილიტაციისთვის და დიაგნოსტიკაზე მინიმუმ წამლების გარეშე, რაც სხვადასხვა პროფილის ექიმების ხარდაჭერა ჭირდება, ამათი კონსულტაციებს, კვლევებს და ასე შემდეგ, რამეს თუ ფარავს სახელმწიფო, ესე თუ აქვს ეს პროგრამა და ჩადებული თუ აქვს ბიუჯეტში, აი ესეც რო გითხრათ. მადლობა მოწვევისთვის. ეს დაავადება, მოკლედ, საერთოდ არ იყო ჩემთვის ცნობილი და საერთოდ მე მგონი არც ერთი მშობელი არ იცნობდა ამ დაავადებას, სანამ თვითონ არ შეეყარა. ჩემ შემთხვევაში ცოტა ადრე ვიცოდი ეს დაავადება, იმიტომ რომ ჩემი ცოლის დიშვილს აქვს იგივე და ჩვენ გავიგეთ ადრე რომ ამას ჰქონდა ეს დაავადება, მოვძებნეთ ნახეთ რამდენად ფატალური დაავადებაა, რამდენად ტრაგიკულია და მე ცოტა ხნის შემდეგ ნახე რომ ჩემ შვილსაც იგივე აქვს. რანაირად მოხდა ისე რომ ეს დედებიდან გადაეცემა შვილებზე და თუ დედას აქვს არის მატარებელი. მოკლედ მე ეს ქრომოსომასთან არის შეჭიდული და ბიჭებში აღარ ხდება დაწყვილება, გოგოებში XX იწყვილდება და იქ ბიჭებში X. და თუ ბიჭი შეეძინა
50%-ია შანსი, რომ ბიჭი იქნება ასევე დაავადებული. და ჩემ შემთხვევაში ეს 50% ზუსტად ახდა. ერთი შვილი არის დაავადებული, მეორე არ არის. ჩემ შემთხვევაში. და ეს არის ერთი სამყაროს დასასრული, როცა იგებ ამ იმას სინდრომს, თავიდან ატარებ კვლევას კრეატინ კინაზაზე და რომელიც გაძლევს ძალიან 100-ჯერ გაძლილ მონაცემს და უკვე თავში გარტყავს ეგრევე, იმიტომ რომ დიუშენი არის ერთ-ერთი კუნთების დაშლის შედეგად რო გამოიყოფა სისხლის ნივთიერება და გაცილებით მაღალია ვიდრე შეიძლება. პირველი ინდიკატორი არის ეგ და როგორც კი ის დეიდაშვილის მერე ამას გავუკეთეთ კვლევა და ეს 100-ჯერ გაძლილი კინაზა მოხვდა თავში, ეგრევე დავეცი ძირს, მივხვდით რომ ეს იყო დიუშენი და პირველი წლები ხო საერთოდ არანაირი ის არ იყო ამ წამალზე, ამ წამლებზე და იმაზე ძირითადად სტანდარტული ის იყო, რა ქვია, ვარჯიშები, გაწელვები და სტეროიდების მიღებას ჩვენ ვერ იდებოდით, იმიტომ რომ სტეროიდებს გვერდითი ეფექტები აქვს და 11 სადღაც 10-11 წლიდან დავიწყეთ ჩვენ მაინც სტეროიდები, რაც არის დეფლაზაკორდი. ახლა სახელმწიფო ხო, ახლა შეკითხვა რა სერვისებია? და ბოდიში ასევე ეს წამალი ზოგს კითხავს გავუხსნა რომ აქამდე აწვდიდნენ ადამიანებს ვისაც ჭირდებოდა ახლა შეწყვიტეს თუ ახლა ეს წამალი ახალი წარმოებულია და ამიტომ ვითხოვთ და ამაზეც რო გავცეთ პასუხი. არა, ეს ახალი წამლები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ესენი არც ერთი არ არის შემოტანილი საქართველოში. ჩვენ ვიღებთ სტეროიდს, რომელიც არის 20-30 ლარიანი წამალი. რომელსაც სახელმწიფო უფასოდ იძლევა აფთიაქებში ესე გამოყოფილია ამ ბავშვებისთვის ეს წამალი და ამ წამალს აქვს ესე იგი მავნე ეფექტები ბევრი. ესე იგი ზიანი შეიძლება უფრო მეტი მოქონდეს ვიდრე სარგებელი. მაგალითად იწვევს გასუქებას, იწვევს ესე იგი ძვლის გათხელებას და რა ვიცი, ძალიან ბევრი პრობლემებია, მაღალ შაქარს და ბევრი რაღაც პრობლემები მოყვება. სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატია. კი, ხო და შესაბამისად ზოგიერთი ოჯახი ამას არ იღებს, საქართველოშიც არ იღებს ზოგი ოჯახი ამ გვერდითი ეფექტების გამო. ზოგი ვიღებთ, ზოგი არ ვიღებთ და ვინც აი თუ დააკვირდებით ახლა ბავშვები რო გამოყავთ დიუშენიანი ბავშვები, პუტკუნები არიან უმრავლესობა არის ჭარბწონიანი ლოყები აქვთ ასე. აი პრიმალებიც გამოწვეული აქვთ და აი სტეროიდების ეფექტი არის ეს. ნუ ზდაში ეს დამავიწყდა კიდე ზდაში აღარ იზრდებიან. ის არ აქვს ფიბერტი რა ის რა ქვია იმას მამამწიფები ხო ეს მომწიფების ეს გვიანდება საერთოდ და ამას კიდე დამატებით პრობლემები მოყვება მოკლედ ძალიან რო არ იმავს ხნა ეს ძალიან ბევრი ზიანი აქვს პრეპარატზე მინდა კითხოთ ვამოლორონი არის ესეთი კორტიკოსტეროიდი რომელიც ახალი თაობაა ნაკლები გვერდითი ეფექტები და ამაზე ლაპარაკიც არ არის საქართველოში ხო რომ ანუ რაღაც მიწოდებული გქონდეთ ხო ეგ არის ერთ-ერთი 4 წამლიდან რასაც ჩვენ ვითხოვთ და ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი არის ეგ ხო, ამათ შორის ყველაზე იაფიანი. ამათ შორის ყველაზე იაფიანი არის ვამოლორონი. 2 წლის ზევით ბავშვებში გამოიყენება. მოდი ბარემ რო ვთქვათ, თანხაც საშუალოდ ერთ გიორგიმ როგორც გამოითვალა სტატისტიკურად, საშუალოდ ჩვენი პოპულაციისთვის, საქართველოს მოსახლეობის პოპულაციისთვის წელიწადში დაახლოებით 10 ბავშვი იბადება სტატისტიკურად. ეხლანდელი შობადობით, თორემ მანამდე რაც ჰქონდა ცოტა კიდე მეტი, ანუ 50000 ზევით როცა ვშდებოდით იქ სადღაც 10-13, 13-14 და ეხლანდელი 10. თვის აი ამ სრულყოფილად აი ამ წამლების მიწოდება სახელმწიფოს რა დაუჯდება, რომელსაც თქვენ თქოთ ერთი ბავშვისთვის იმ 10-დან ერთი ყოველწლიურად თქვა. ხო, დავიწყოთ იაფიანიდან და მე რა ყველაზე ძვირისკენ. ესე იგი, ვამოროლონი, რომელიც არის ყველაზე იაფი ამ 4 მედიკამენტიდან, 5000 ევროს ზემოთ არის, 10000 ევრომდე გააჩნია ქვეყანას, გააჩნია. თვიური ბიუჯეტი, ხო? არა, ეგ არის თვიური. თვიური ბიუჯეტი, ოკეი. 60.000. თვეში, ესე იგი, დაუშვათ ავიღოთ 5000. ხო. თვეში 5000, წელიწადში გამოვა 60.000. 60.000 და 100 ბავშვზე გამოვა 6 მილიონი. 6 მილიონი, ხო? აი ღარიბაშვილს რო სახში ედო იმდენი ზუსტად. ხო, არა, ნუ ეგრე უნდა უთხრათ რა, იმიტომ რომ ფაქტია რომ 6 მილიონი ოღონ ლარი არის. ლარი ედო თუ დოლარი? დოლარი. დოლარი. მაშინ დაახლოებით ეგ თანხა არის მაშინ. კარგი. მეორე თან ეს ვამოროლონი ეს ფასი არის საბაზრო უბრალოდ როგორც იყიდება მსოფლიოში ეს არ არის მოლაპარაკებული ფასი და ეს არ არის ჩვენაირი ქვეყნისთვის და მით უმეტეს როცა სტრატეგიული პარტნიორები ოდესღაც კარგი ყავდა და ბევრი სამედიცინო სერვისი და წამლებიც და პროგრამებიც გვაქვს რომელიც უფასოდ ეწოდებათ ხოლმე ჩვენ სხვა პრეპარატებს ვიტყარით და მოქალაქეებმა იცოდნენ რომ გამოიწევს ეს რაში დაეხმარებათ ეს 6 მილიონი არ არის აუცილებლად გადასახდელი თანხა ანუ სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში აი ეს შეიძლება საერთოდ
გვაჩუქონ. ამაზეა ლაპარაკი, რომ ცოტა მიდგეს და ეხლა ვეღარავინ არა, დაფინანსების წყაროებზე მე ცალკე ვილაპარაკო. მეორე პრეპარატი არის ესე პირველი იყო ის ვამოროლონი, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომია. მეორე არის ესე იგი ჯივინოსტატი და ეს პრეპარატიც სხვადასხვა ვამოროლონის და ჯივინოსტატიც EMA-ს მიერ არის აპრობირებული, ანუ ევროპის ფარმაცევტული სააგენტოს მიერ არის FDA-იც ხო? FDA-ც კი ორივე გამოიყენა ევროპაშიც ამერიკაშიც. ჯივინოსტატი არის იტალიური წარმოების და ღირს დაახლოებით 9 მილიონი წელიწადში. ეს ჯივინოსტატიც ყველა ბავშვზე მიდის ძირითადად. ანუ ეს ორი წამალი ყველა მუტაციაზე, იმიტომ აქ ეგზონების გამოტოვებაზე რო ვლაპარაკობთ, აქ არის ბევრი სხვადასხვა მუტაცია, ანუ ვარიაცია და ზოგი წამალი მიდის ზოგიერთ ვარიაციაზე, ზოგი წამალი არ მიდის. მაგრამ ეს ორი მედიკამენტი ყველაზე ანელებს პროგრესირებას რო აუხსნათ ადამიანებს, ანუ ეს პრეპარატი რაც ახლა ვლაპარაკობთ, კუნთების დაზიანების სიჩქარეს ამცირებს, ესე ვთქვათ. კი. ან პირდაპირ სიცოცხლეს ახალგაზრდებს რა. კითხვები მაქვს, მაგრამ აი რაღაცნაირად მე უხერხულებასავით კიდევაც, ანუ ესეთი კითხვების დასვა, მაგრამ არ ვიცი რა, ახლა აი დაგისვავთ, მაინც იმიტომ რომ ადამიანებმა მინდა რაღაცები უკეთ გაიგოს. აი მაგალითად საბოლოო ჯამში აი რამდენი წლით და რა პერიოდით ეს ახანგრძლივებს ეტლის საჭიროებას, სიცოცხლეს რამდენი პერიოდით ახანგრძლივებს, აი რა ეს არ გამჭიროებია ცხოვრებაში რა, აი იმედია რა უხერხულად არ გამიგოს. არა, ეს არის შეკითხვა, რომელსაც ჩვენც ყოველდღე უსვავთ ჩვენ თავს და ვეძებთ ლიტერატურას და წყაროებს. და უბრალოდ რომ დაგუგლოთ, ასერჩო აი ერთ წამში თუ 10 წამში რომ მოიძიო ეს საკითხი. პასუხს მიიღებ, რომ პერიოდი არის 5 წელი, 6 წელი, 7 წელი და მეტი. ეს 2-3 წელი თუ 1-დან 3 წლამდე მინისტრმა საიდან მოიტანა ეს ციფრი მე არ ვიცი, იმიტომ რომ აი Google-ში რო ჩაწერო რა ხანგრძლივობით ახანგრძლივების პრეპარატები, რა ხანგრძლივობით იმაშובה რა დროით ახანგრძლივებს ბავშვის სიცოცხლეს, პასუხი ამოგივა 5 წელი, 6 წელი, 7 წელი და მეტი. ეს არის უბრალოდ ხო მაგალითს მოვიყვან კიდე ახლა ის ასანს მე ჩვეულებრივი Google-ის პასუხი. Google-ის პასუხი რომ იქეთ რო აღარ წახვიდე რა. ხელოვნური სარქველები რომელიც Google-ში ინერგება, ესე რომ პაციენტს ვესაუბრებით, ვეუბნებით ხოლმე რომ სადღაც 10 წელია მისი ესე ვთქვათ მუშაობის ხანგრძლივობა და მე უნდა გამოიცვალოს. მაგრამ იგი მას არ ნიშნავს რომ 10 წელი მუშაობს, შეიძლება იმუშაოს 15. ზოგადად შეიძლება იმუშაოს 5. ანუ არავინ არ იცის, ეგ არის ინდივიდუალური. ამგვარად რთული დაავადების შემთხვევაში რას იზავს პრეპარატი, ეს არ არის რაღაცა გადართო, ის რა ქვია. მანქანა არ არის რომ ხო ეს რაღაცა ფილტრი შეცვალო. ეს არის რთული პროცესი, რომელშიც ჩვენ ჩარევა შეგვიძლია კონკრეტული პრეპარატებით და ეს რა შედეგს მოგცემს აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ანუ წარმოუდგენელია. მაგრამ ეხლა გააჩნია კიდე რას? ერთ რამეს გააჩნია რა. გააჩნია რა საკიდან იწყებ ამ პრეპარატებს. იმიტომ რომ აი წარმოიდგინე კუნთები არის ადამიანის რეზერვუარი დაუშვათ და კუნთებს აქვს თავისი ისა რა ქვია ლიმიტი ხო? ანუ ადამიანის რესურსი. კუნთები არის რესურსი ხო? და ამ ბავშვებს ეს რესურსი ყოველ დღე, ყოველ თვე, ყოველ წელიწადს უმცირდებათ. კუნთების რაოდენობა უმცირდებათ, რაოდენობა და ზომა და წონა. კუნთი ნაცვლდება დაზიანებული, ეს ვთქვათ, არაკუნთოვანი, არაფუნქციური ქსოვილით და ყოველი დღე არის, ანუ ეს ვთქვათ, კუნთების რაოდენობა, რაც ადრე დაიწყებ ამას, მით უფრო დიდი ხნით შეაფერხებ საუარესებას და შესაბამისად უფრო დიდი დრო გაელოდა შემდეგ ამას. მაგალითად, კონკრეტულ ბავშვს რამდენი ხნით გაუხანგრძლივებს, ეს დამოკიდებულია რამდენი კუნთი აქვს დარჩენილი იმ ბავშვს. როდის დაიწყებს ორგანიზმი როგორ მდგომარეობაშია და გასაგები. მაგრამ არის მნიშვნელოვანი შეღავათი რომ იქნება, ეს არის ცალსახა. ხო და ეს კაი სანამ მაკუნასთან გადავალ, იმიტომ რომ ორსაც ვიტყვი ბარემ მოვურჩეთ ამ მედიკამენტებს. ესე იგი ეს არის ჯივინოსტატი, ვამოროლონი, რომელიც ყველაზე მიდის, შემდგომ არის ეგზონების გამოტოვება და გენური თერაპია. ეს ეგზონების გამოტოვება და გენური თერაპია ეს უკვე საერთოდ ახალი ტიპის მკურნალობა, რაც ნიშნავს რაღაც მიკროდინსტროფინის გამომუშავებას. ანუ ის ცილა გამომუშავდება, რომელიც უფრო ფუნქციურია ვიდრე დაავადების შემთხვევაში წამლის გარეშე და როგორც დამაზიანებელი პროცესები ასევე უფრო ანუ ფუნქციური ცილა ეს ვთქვათ იწარმოება იმის მიერ, რა ქვია, გენეტიკური აპარატის მიერ. იქ სადაც შეცდომა არის ესე ვთქვათ და რის გამოც ეს დაავადება არის ჩართული, იმ ადგილში ახდენს ზემოქმედებას ეს პრეპარატი და ცილა რომელიც გაფუჭებული იწარმოებოდა შედარებით ფუნქციური იწარმოება და შესაბამისად აქაც კი, რასაკვირველია. ანუ გადავავადოთ რაღაცა. კი, და ეს მედიკამენტები უფრო გრძელვადიანი მოქმედების არის და განსაკუთრებით როცა საუბარია, აი ეს რაც როცა საუბარია იმაზე
ეგზონების გამოტოვება, ეგზონ სკიპინგზე ის არის ყოველ წელიწადს იღებს პაციენტი და რაც შეეხება ელევიდისი ერთხელ იღებს ცხოვრებაში. ეს ეგზონების გამოტოვებაც ასევე 9 მილიონიდან 700.000-მდე ღირს წელიწადში და რაც შეეხება ელევიდისი არის ის 3 მილიონი 3 მილიონი 9 ან 3 მილიონი 200.000. და კიდევ ერთი მინდა დავაზუსტო, რომ აქ გარკვეულ პრეპარატებზე წერია, აქ ჩვენ ხა შეიძლება ნახირაზე სპეკულირებდნენ, იქ მე შეიძლება კომენტარებში წავიკითხე, რომ ითვლიდნენ, რომ აი 100 ბავშვს რო გადაითვალეს და რაღაცა ზოგი წამალი აიყვანეს, რომ 3 მილიარდი იქნება ხარჯი წელიწადში, ლაპარაკი აქ არ არის, რომ ეს პრეპარატები ყველა სახეობი, ანუ ყველას არ ჭირდება. ყველას არ ჭირდება, ანუ ყველაზე ვერ იხმარ. რაღაც 8% პაციენტი, აი 100-დან 8 ბავშვს შეიძლება რაღაც ჭირდებოდეს, 100-დან 13 ბავშვს რაღაცა სხვა ჭირდებოდეს. სხვადასხვა პლუს ამას ეს პრეპარატები არის იმდენად ახალი, რომ მათ რაც მოვასწარე ხა ლიტერატურის გადახედვა, მათზე საჭირო არის დამატებითი კვლევების ჩატარება, რაც საშუალებას აძლევს მათ შორის სახელმწიფოს კვლავ იქ მივდივარ მოლაპარაკებების შემთხვევაში, მაშინ როდესაც მშობელი თანახმაა და ბავშვსაც ეს უნდა რომ ესე ვთქვათ მიიღოს მონაწილეობა ამ კვლევაში, კლინიკურ კვლევაში, ძალიან დიდი შანსია რომ ეს პრეპარატები საერთოდ უფასოდ მივიღოთ და ჩავებათ, ანუ რაღაცა სამეცნიერო პროცესში და დარწმუნებული ვარ ამაზე არც ერთი მშობელი უარს არ იყო და ყოველ შემთხვევაში ვინც არ იყო და იმისთვის მაინც შეიძლება რომ ეს გაკეთდეს, ხვდები? ანუ აქ ლაპარაკია ძალიან სპეკულირებენ, ხელის და ფეხის განძრევაც კი არ უნდათ. მე მთავარი კითხვა აქ მაგა, ანუ ამ პრეპარატების ფასია რეალურად პრობლემა. ეს რო ჯდებოდეს 1-2 წელიწადში ერთ ბავშვში, მაშინ სავარაუდოდ ეს პრობლემა არ იქნებოდა, ხო? იცი რა, ფასზე ვერ ვიტყვი რომ დიდად ფასის არის პრობლემა. ფასის არის მაგის ნაწილია, ბარა. უფრო მგონია რომ უმოქმედობა. სანამ მაკუნასთან უნდა გადავიდე ამის გამოცდილებიდან გამომდინარე. ეხლა მინდა მოგაყოლოთ, როცა დაიწყეთ თქვენ ეს კომუნიკაცია სახელმწიფოდან, იქიდან დღემდე ამ ეტაპამდე, როცა ჯერ კიდევ მშობლები ქუჩაში ათევენ ღამეს კანცელარიასთან. აი ეს რამდენად მოკლედ შეძლებთ, არ ვიცი, ცლად მოყევით, რა პროცესი გაიარეთ, რომ მე შევადაროთ აი მაკუნას და მისი მეგობრების გავლილ პროცესს. მოკლედ ეხლა მე რო ვაჯამებ ამ გამოცდილებას, ეს არის 2 წლიანი კომუნიკაცია სამინისტროსთან. რომელშიც მე პირადად არ ვიყავი ჩართული, მაგრამ მე ვიყავი მხოლოდ ერთ აი დაბარგულთ, ანუ მექიმებთან კომუნიკაცია რო იყო პირველი იქ ჩართული, მაგრამ სამინისტროსთან მე არ მქონია ურთიერთობა, მხოლოდ ბოლოს ვიყავი მინისტრთან შეხვედრაზე, მაგრამ ეხლა რო ვაჯამებ ჩემს, რა ვქვი, ჩემ გამოცდილებას, ეს სამინისტროს რეაქცია იყო ხმაურის პროპორციული. და აი ახლა ერთ რამეს გავიხსენებ. იყო სადღაც 2 წელი თუ 1 წელიწადნახევრის წინ პირველი შეხვედრა რო იყო და იქ არანაირი შედეგები არ გამოვიდა, არანაირი შედეგები ვერ მივიღეთ, ვერანაირი პროგრესი ვერ მივიღეთ. მშობლები გამოვიდნენ იმაში საავადმყოფოს ეზოში. დაიწყეს ხმაური. იქ მოვიდა ერთი ჟურნალისტი, მე მგონი, არ გახმაურებული ეს ამბავი, უბრალოდ ჟურნალისტი მოვიდა, რაღაცები ჩაიწერა, მაგრამ ეს მივიდა სამინისტრომდე. და ეგრევე დაფაცურდა სამინისტრო და მერე წავიდა შეხვედრები მაღალ დონეზე. მანამდე დაბალ დონეზე რაღაც დეპარტამენტის თუ გაყოფილების და იმის დონეზე იყო ეს კომუნიკაცია. სანამ მშობლებმა პირველი ხმაური არ დაიწყეს, მანამდე ზემოთ არ ავიდა. მშობლებმა დაიწყეს პირველი ხმაური და ეგრევე წავიდა ზემოთ ეს საკითხი, უკვე მინისტრთან დაიწყო კომუნიკაცია სარჯველაძესთან. სარჯველაძესთან დაიწყო კომუნიკაცია, მე ხა დეტალები არ ვიცი, იმიტომ არ ვისწრებოდი, მაგრამ შედეგი იყო ყოველთვის ერთ და იგივე რა. შედეგი იყო ის, რომ აუ კი, ისა რა ქვია, ამას გავაკეთებთ. განვიხილავთ თუ მოგცემთ წამალს. არა, წამალზე არასდროს არ იყო დაპირება, იყო იმაზე, რომ ჩვენ ამ კვლევებს მულტიდისციპლინურ გუნდს ამაზე კი გავაკეთებთ, მუშაობთ ასე შემდეგ, რაც შეეხება წამლებზე არ ყოფილა დაპირება, ყოველთვის იყო წამლებზე ერთი და იგივე მესიჯი, რომ ჩვენ არ ვიცით მაგათი უსაფრთხოება და ეფექტურობა, სულ ერთი და იგივე საუბარი იყო ამ შეხვედრებში. ბარემ ესეც რო ვთქვათ, აი ეგ არის სპეკულირება რა, უსაფრთხოება და ეფექტურობა არ ვიცით, ეს არის სპეკულირება ისეთი ბინძური, რომ ანუ იქ ყველაფერი, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი უბრალოდ წაიკითხო, ზუსტად 20 წუთის საქმეა, რომ ნახო რა გართულებები აქვს და ამას გარდა აქ ლაპარაკია, რომ მშობლები გთხოვენ, ანუ მას მშობელი თანახმაა და მათ შორის პაციენტების თანახმა არიან რომ ეს მიიღონ. ვინ ეკითხება სარჯველაძეს რა რისკის გაწევა უღირს ადამიანს საკუთარი სიცოცხლისთვის. არავინ მაგას არ ეკითხება რა, ანუ ძალიან ბევრ რაღაცაში. და რომელ სად არის აპრობირებული, რომელ ქვეყნებში გამოიყენება ესე აქტიურად? ქვეყნების ჩამონათვალი არის უფრო განვითარებული ქვეყნები, ესე ვთქვათ, სადაც სახელმწიფო უდგას
უკან, თორე ისე ყველა ქვეყანაში შედის ამა თუ იმ სქემით. ხო, აი სახელმწიფოსაც ეხმარება. კერძო პირებს ყველგან შეუძლიათ შეიტანონ და არაბულ ქვეყნებშიც შეაქვთ და არა, ამიტომ სულ მკითხავს რომ ესეც ამალითო რომ ვაიმე რამე უარესი არ მოხდეს, რა ვიცი, თუ იყენებ მთელი მსოფლიო რაღა ჩვენ ხვდები არის რაღაცა FDA აქვს სარჯველაძეს ის აღარ შეიძლება FDA არის ამერიკის წამლის და სურსათის სააგენტო, რომელსაც ანუ როგორ გითხრათ, მაგის თანხმობა რო აქვს, რომ ქვეყანაში ის როგორც პრეპარატი ისე მიიჩნეოდეს და გამოიყენებოდეს, აი სარჯველაძე კი არა. ვინც სარჯველაძეები ოდესმე ნაცხოვრები არიან დედამიწაზე, ერთად რო შეიკრიბონ, არ ვიცი ხა რანაირად შეიძლება ამას მაგაზე ხო, უკეთესი. მოკლედ სახელმწიფოებს რა შეიძლება? დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ავსტრალიას თუ არ ვცდები, კანადაც, ძირითადად უფრო განვითარებული ქვეყნები, რომლებიც თვითონ იმაშვებიან, ხელს უწყობენ კი არა და აფინანსებენ, ან დაზღვევის სისტემის მეშვეობით, ან ბიუჯეტური დაფინანსებით, ან ამა თუ იმ სქემით, მოკლედ შობელს თვითონ არ უჯდება ფულის გადახდა ამაში. არის ასევე სქემები, როგორიც არის აი შერეული სქემები, როცა ხო ნაწილს კერძო სექტორი აგროვებს, ნაწილს სახელმწიფო იმაშვება ასეთი ისე. მოკლედ სხვადასხვანაირი სქემები შეიძლება. მოდი, კახას და უბრუნდებით მაკუნა, შენ რასაც ისმენდი, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ამ ეთერში რაც ისმენდი, რაც ხდება გარშემო, ძალიან ბევრი რამე ნაცნობი იქნებოდა შენთვის და თითქოს თავიდან გაივლი და ეს ამბავი შენ. ხო, იგივე გაშავება, იგივე დისკრედიტაცია, იგივე სპეკულაცია. ბევრი რაღაცაში მათ შორის დროში. თქვენი პრინციპში თქვენი წარმატებული ბრძოლას დავარქმევ, ხო? თქვენი წარმატებული ბრძოლის ეს ისტორია რომ მოგვიყვეთ, თქვენს როგორ დაიწყეთ, იყო თუ არა მსგავსი პრეპარატები, რომელზეც 100%-იანი დასკვნა ასევე არ იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც სახელმწიფო დათანხმდა და წარმატებული გამოდგა და როგორ აისახა მათ შორის ეს არის საინტერესო ეს მიღებული პრეპარატები თქვენი შვილების ჯანმრთელობას. ესე იგი პეტრე გავაჩინე მე 11 წლის წინ და მაშინ რომ ესე იგი მოვიძიე, მაშინ არ არსებობდა არანაირი მედიკამენტი აქონდროპლაზიას, რომელიც რაღაცით წაეხმარებოდა თუნდაც, არანაირი, აი პირდაპირ მნიშვნელობით. და ერთ-ერთი ჩანდა ვოზორიტიდი, რომელიც იმ მომენტში 11 წლის წინ იყო მეოთხე ფაზა საცდელი პერიოდი. რაღაცა იმედიანად უყურებდი. 2021 წელს აი ეს ვოზორიტიდი დაამტკიცა FDA-მ, მანამდე EMA-მ, იმავე წელს რაღაც სამთვიან პერიოდში ორივემ დაამტკიცა, რაც აი შენ კარგად ახსენი, ახლა ისეთი ფილტრია თუ რაღაცა ისეთი ძალა არის, რომ რაღაცა ახლა ღარიბაშვილი ანტიბიოტიკები იყო ბოდიში გაწყვეტილი, მაგრამ პირდაპირ გეტყვი, ალბათ 10 წლის უკან იყო რაღაც ახალი თაობის ანტიბიოტიკები, რომელიც FDA-ს არა თუ დამტკიცებული არ ქონა, საერთოდ დოზირებას რო გუგლავდი, ტვედებზე და რაღაცებზე იყო დოზირება უბრალოდ წარმოებლის მიერ მოწოდებული დოზირება ქონა და უბრალოდ სხვა შანსი რო არ ქონა სეპტიური პაციენტები, ანუ მძიმე ინფექციით პაციენტები რო ყავდა, მათთან ვიყენებდით ბევრი სიცოცხლე გადარჩენილი. ამიტომ უბრალოდ ინტერნეტში არ იგუგლებოდა ამ ანტიბიოტიკის დოზა, არ არსებობდა ფიზიკურად, ინტრავენურად სახმარი. ანუ ეს არის სპეკულაციები, სპეკულაციები. ხო, ანუ ეხლა მშობლებმა რაღაცა ესე უბრალოდ უპასუხისმგებლოდ ხო არ დავიწყებთ რაღაცა დასრული ადამიანები ვართ, საკუთარ შვილებზე დგება საქმე და იმის გამოყვანა რომ ჩვენ რაღაცა რისკს წევთ და უპასუხისმგებლოდ ვითხოვთ იმას, რაზეც ცდები მიმდინარეობს, აი ესეთი წარმოჩინება უნდათ. ნუ რეალურად ეგრე იყო, რომ 2021 წელს უკვე დაამტკიცა FDA-მ და EMA-მ და მაგ დროიდან დავიწყეთ ჩვენ მოლაპარაკება სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ ფასები პირველ რიგში ფასს იძიებ, ან შეგიძლია თუ არა შენთან უზრუნველყო და მერე უკვე რომ მივხვდით, რომ ეხა ოჯახი ამას ვერ გაწდება, მით უმეტეს ეს არის სანამ ბავშვს ზრდის ზონები დაეხურება, მანამდე უნდა მიიღოს. ანუ ეს არ არის რაღაც ერთჯერადი მედიკამენტი, ეს არის რამდენიმე წელზე გაშლილი. და დავიწყეთ უკვე სახელმწიფოსთან მოლაპარაკება. ზუსტად ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა ეს მოლაპარაკებების რეჟიმი, რომ ეს დოკუმენტები მივაწოდეთ, წამლის სახელი, წამლის შესახებ ინფორმაცია, მათაც სანამ პროტესტი დაიწყებოდა, მანამდე წელიწად ნახევარი გრძელდებოდა ეს პროცესი. პირველი ერთი წელი იყო აი ეს რაღაცა ინფორმაციის გაცვლა, გამოცვლა, და მერე უკვე ძალიან იმედიანად განგვაწყვეს თვითონ, იმიტომ რომ ახლა ექიმებთან იყო კომუნიკაცია თუ რაღაცა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, შიდა საუბრებში ყველანი გვიდასტურებდნენ, რომ გილოცავთ. რომ ესეთი მედიკამენტი გამოიგონა სამყარომ. თანხობრივად როგორ დაუხეშად შეგიძლია თქვა რა ერთ ბავშვზე რამდენი? ერთ ბავშვზე ერთი წლის დოზა $200,000 მახსოვს. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მაშინ 16 ბავშვი იყო აღრიცხვაზე.
და მანდაც ოღონდ სხვათა შორის სახელმწიფოსთვის სხვა ტარიფებია, ანუ იქ მოლაპარაკების რეჟიმი მიდის სახელმწიფოსთან და ერთიანი შესყიდვის შემთხვევაში ძალიან დიდი ფასდაკლებები, ეგ გასაიდუმლოებულია სხვათა შორის ეგ მოლაპარაკებები და ჩვენერი ქვეყნებისთვის ძალიან დიდი ფასდაკლებები კეთდება, მათ შორის მე უფრო გულთან დაკავშირებულ რაღაცეებზე მაქვს ინფორმაცია და არის რაღაც ეგეთი ხელოვნური რითმის წამყვანები, დეფიბრილატორები, რომლებიც ინერგება და მეტრონიკია, მაგალითად ერთ-ერთი ეგეთი ფირმა, რომელიც სამწუხაროდ თუ არ ვცდები გავიდა საქართველოდან აი ამ ბოლო ამათი ლაშკაცობების გამო, განსაკუთრებით სპეციალური ფასი ჰქონდა ჩვენ, ანუ საერთოდ კომერციულ ფასზეც არ იყო ლაპარაკი, უბრალოდ რა ჩუქნიდნენ შეიძლება. ხო და აი ეს მოლაპარაკებები დავიდა ერთი წლის თავზე სანამ აქციები დაიწყებოდა, მანამდე 6 თვით ადრე. უკვე მოდიოდა ის პერიოდი, რომ ნოემბერში უნდა დაემტკიცებინათ შემდეგი წლის ბიუჯეტი. და ჩვენ აი ამ რაღაცა უშო პროცესში ვართ ამ მოლაპარაკებაზე და ველოდებით აი ესე შევცქერით პასუხს. მაგ დროს დაიწყეს მოლაპარაკება წამლის მწარმოებელ კომპანიასთან და რაღაცა გამოვიდა ესე კულუარულად ინფორმაცია, რომ ფასზე დაკლება ხდება და რაღაცა სხვა ფასია და გვიხარია რაღაცა ეს სიახლეები მოდის, აი ძალიან ისე კულუარულად. შემდეგ არის სრული სიჩუმე, მთელი ზამთარი რო ვეკითხებით, რომ რა ქენით ამ ნოემბერში დაამტკიცეთ ჩვენი წამალი შემდეგი წლის ბიუჯეტში თუ არ დაამტკიცეთ. და არ გვცემენ პასუხს, არც კი გვეუბნებიან, არც არას გვეუბნებიან. ეს მისთვის არ არის. გვაიგნორებენ. 19 აპრილს, 3 წლის წინ, 19 აპრილს არა. ხო, 19 აპრილს. გამოვიდნენ, მე ვერ მივასწარე სამწუხაროდ. გამოვიდნენ სამი დედა იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შესული პირადად შეხვედრაზე. გამოვიდნენ გაცოფებულები, აი ძალიან ემოციურად იყვნენ განწყობილები და ძალიან აი ამდენი 6 თვიანი იგნორის შემდეგ პირველად შეხვდნენ და რომ გამოვიდნენ, კარგად ვერც დავიჭირე აზრი რა ილაპარაკეს, მაგრამ ერთი ფრაზა მომხვდა ძალიან ცუდად. აქ მე ფული კი არ მილაგიაო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს უთქვამს ბოლოს ეთყობა რომ ვეღარ გაამართლა ეს უარი. და აი მაშინ რომ დავყარეთ პუფები და პირველი ღამე ჩვენც 20 აპრილს გავათენეთ და თქვენც. მაშინ ხო და უკვე დაიწყო უწყვეტი აქცია. აი მაგის მერე დაიწყო ზუსტად ერთი და იგივე მექანიზმებით ჩვენი გაშავების მცდელობები თითქოს იქ მოდიოდა იმედი და პოზიტივი და დაძდებდა პიჯაკებში გამოწყობილ პოლიტიკოსებს, რომლებიც რაღაცა 10 წუთით შემოგვირბენდნენ, ისე უბრალოდ სანახავად თუ რაღაცა და თურმე, აი ნახე. ანგაჟირებული. კი, და მე აქეთ ცალკე დავდევდი ამ იმედი ჟურნალისტს, რომ მე გადამიღე, მე დედა, იმას რატო იღებ და აი ეს გამოწევაში ვიყავით. ხო, მე რაღაცა და აი ეს პროცესი ყველაზე რთული ჩვენთვის ღამის თენებაზე მეტად და აი რაღაც საშინელი ამინდები დაგვემთხვა ჩვენს წვიმებში და იმაში ყოფნაზე მეტად ყველაზე რთული ფსიქოლოგიურად იყო აი ამ ცრუ მესიჯ ბოქსების გადაფარვა. ანუ რაღაცა, ანუ აი პიარი კამპანია უნდა აგვიღო ჩვენს თავზე, რომ აბა ეხა როგორ ავხსნათ აი ეს ტყუილი რითი გავანეიტრალოთ, ეს ცრუ მესიჯ ბოქსი რა მესიჯ ბოქსით გადავფაროთ და აი ამაზე მიდიოდა მთელი ენერგია. დახმარების პროცესის მიღმა და საკუთარ შვილებზე ზრუნვის საჭიროების მიღმა ადამიანებს ისედაც ამხელა გაჭირვებაში და სტრესში ყოფ ადამიანებს უწევდათ ფაქტურად პოლიტიკოსის საქმიანობის გაწევა, რომ სახელმწიფო ანუ ებრძო არა თუ ის რომ არ თან პოლიტიკოს ვერ დაიხმარ, იმიტომ რომ გაგაშავებენ, ეგ არ თქვენ შემთხვევაში კოლებელი რა უნდა ვანახოთ ხალხს, რომ ზუსტად ეგ ხალხია ვის საზღვრავს იმ პოლიტიკას სასწრაფო მე ვამბობ იმას აი რაღაცა როგორ შიშებს საბოლოოდ მაინც რამ განაპირობა ის ფაქტი როგორ ფიქრობ რომ თქვენ წამალი მიიღეთ, მაინც მოერიდენ იმიჯურად კიდევ უფრო მეტად დაზიანებას და არჩიეს რამდენიმე მილიონი ვიდრე ბავშვებისთვის წამლის არ მიმცემი ხელისუფლების იმიჯი, თუ აი რა იყო მაინც გადამწყვეტი? ჩემი აზრით განაპირობა იმან რომ თემა აიწია, რაც აიწია ხარდამჭერთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა და როგორც ხვდები ალბათ უკვე თავიანთ ხარდამჭერებსათანაც ვერ ფუთავდნენ, ხო ხდები რა, ანუ იმდენად გავრცელდა სიმართლე, იქ ცალკე ექიმები არგუმენტირებულად ხსნიდნენ ყველა კითხვას, რაც კი შეიძლებოდა ოცნების ხარდამჭერებსაც კი გასჩენოდათ, ყველა კითხვას იმდენად არგუმენტირებული და ესეთი პირდაპირ პასუხი გაეცა ჩვენი მხრიდან და ექიმები ძალიან დაგვეხმარნენ ამ დროს.
აქტივისტები, მხარდამჭერები, მოქალაქეები, რომლებიც აზიარებდნენ ამ სიმართლეს. იმდენად ყველა კითხვას გაეცა პასუხი, რომ ოცნების მხარდამჭერებსაც ალბათ თავიანთ მხარდამჭერებსაც ვეღარ აწვდიდნენ უარის მიზეზებს. იქ იმათ უმრავლესობა დარწმუნებული არ არის ადამიანი, რომელიც ბავშვზე გული არ შეტკივა, ხო? თან ეს ემოციური ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ეგ გვაერთიანებს ზუსტად და ეგ არის რომ სიმართლე იმდენად ჩვენს მხარეზეა, რომ რაღაც ყველაზე ისეც ემსახურება ეს პროტესტი, ყველაზე კეთილშობილი რა. ბავშვების ჯანმრთელობაზე, ბავშვების ჯანმრთელობა არც ოცნების მხარდამჭერისთვის არ იქნება გულგრილი და არც ნებისმიერად პოლიტიკურად განწყობილი ადამიანისთვის, ხო, აი მანდ არ არსებობს დაყოფა, ამიტომ საზოგადოება ამ ასეთ პროტესტის დროს ძალიან მცირედად არის დაყოფილი რა, ანუ საზოგადოების გაერთიანება ხდება ამ კეთილშობილური მიზნის ქვეშ. ერთადერთი მან დამაბრკოლებელი არის ხოლმე სრულ ინფორმაციები, რომლებსაც ისე დღემდე მიწევს გარკვეული დაბნეული ადამიანებისთვის იმის ახსნა, რომ აი მაშინ 3 წლის წინ რო იძახდნენ, რომ ვოზორიტიდი საშიშიაო, მაინც ეჭვიდა ჩაუნერა. ეს ხო ხდება არაეფექტური ლაპარაკობდნენ. ხო? ახალი დიაგნოსტირებული ბავშვები როგორ ხდებოდა, ნახე? ეს ხო ახალი დანერგილი მედიკამენტი არიზავს, ეგასაც მაგაზეც უგვითხარ, რეალურად რა შედეგი დადო სამალმა, რაზეც გვეუბნებოდნენ, რომ არაფერ შედეგს არ მოიტანს და იქ რაღაცა თვითონ კვლევებს აფრიალებდნენ, რომ კვლევა არ არსებობს ისეთი რაღაცა. ხო და აი ამაზეც იმდენად დეტალურად ვილაპარაკეთ. ყველაფერს უნდა გაეცეს მართლა პასუხი. უბრალოდ იმის სახელი რომ იტყუებიან, არავის საკმარისი. მართლა უნდა ახსნა. ეხლა მეც არ მეზარება არც დღეს და არც მაშინ მეზარებოდა პასუხისგებლობასაც გრძნობ მაგისას, რომ კარგად განგიმარტო. რატომ, რისთვის ვითხოვ. პეტრეს და ჩვენი ბავშვების შემთხვევაშიც, ხო? ეს არ არის 5 სანტიმეტრით გაზდაზე და 10 სანტიმეტრით. გრუს ჰორმონი არსებობს, ზრდის ჰორმონი და მიუმართავ და სურვაზე შევიყვანი რაღაცას ვიზამ და პლასტიკურით შეიძლება. მაგაზე არ არის აქ. ამ ბავშვებს ხრტილი არ უვითარდებათ და ეს ზრდის ჰორმონით რო დავეხმარო მას გაზრდაში ეს ტორსი შეიძლება ტორსი ხო ნორმალური ზომის აქვთ და ხელფეხი აქვთ ჩამორჩენილი შეიძლება უარესად დაუტვირთოთ ხერხემალი ხო ეს პროპორციებიც კიდევ უფრო მკვეთრი გახდეს ეს არის ერთადერთი პირველი მედიკამენტი რომელიც ამ ხრტილოვან სტრუქტურას იმაშვება ავითარებს და ხელფეხი იწევა ტანს ეხა 14-16 სანტიმეტრი აქვს ზოგიერთ ბავშვს ჩვენთან ზრდა ეს ძირითადად ხელფეხის ფეხების კიდურების ხარჯზეა და ეს არის ჯანსაღი ზრდა არა ჯანსაღი ზრდა არ უნდა სასახათი მედიკამენტება რომელსაც აქამდე ითხოვდით და რომელსაც გეუბნებოდნენ რომ აი ვაი და საშიშია და მეორე არაფერს არ იზავს და მესამე ჩაისა ფული ხوار მიდევს კაბინეტში ანუ იქ გვერდით ეფექტებზე მაგათაც ჰქონდათ ისა სპეკულაციები როგორ არ ქონდათ და მანდაც დავიწყეთ მაგ სიცრუის პროტოკოლი არ არსებობსო და ვინ გადაასხავსო და მე წერილს გადავასხავთ თქვენ სადაც რა პრობლემაა რას ნიშნავს პროტოკოლი ანუ ამ ყველაფრის ზოგადი შინაარსი არის ის რომ ჩვენ უფრო უფრთხილდებით ამ ბავშვებს ვიდრე მშობლები ხო ასე გამოდის ხო რომ ჩვენ უკეთ ვიცით თქვენ შვილებს ვიდრე ამერიკელები ფრანგები ესპანელები ხო იმიტომ კი სპეციალები იცი სპეკულირებენ ძალიან ცუდად, რომ რასაც ამბობენ მასში რაღაცა გარკვეული სიმართლე არის. ეხლა ნახე რას ამბობ მაგალითად. ვოზორიტიძე ჩვენს წამალზე ამბობდნენ, რომ არ დასრულებულაო და მართალია, არ დასრულებულა, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მისი მიღება არ შეიძლება. ნახე რას ნიშნავდა, იცი სინამდვილეში არ დასრულებულა. FDA-მ ხო დაამტკიცა უსაფრთხოებაზე, ეფექტურობაზე და სხვა და სხვა. მერე გაგრძელდა ამ წამალზე დაკვირვება ნახე რა კუთხით 3 წლიდან ზემოთ დაამტკიცეს. მერე აკვირდებოდნენ 0-დან 3 წლამდე. ეს და ამას იყენებდნენ ესენი როგორ იცი რომ არ დასრულებულა და ჩვენ ვერ გავრისკავთ. მაინც ვაგიხსნა. ხო რომ იგაც ვინც ახლა ამ დონეზე არ ჩაიხედავს რიგითი მოქალაქე მანიფიკულობა და საცდელი ხო ის ხო არ არის. აი მაგალითად აფთიაქში იყიდება ჩვეულებრივი ტკივილ გამაყუჩებელი ქვია ტორადოლი. ტორადოლი რომ შემოვიდა ხმარებაში ბავშვი ხო ჩვეულებრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. ტორადოლი შემოვიდა ხმარებაში, ბავშვებში ამის ხმარება არ შეიძლებოდა. უბრალოდ არ იყო კვლევები, რომლებიც გვეტყოდნენ, რომ შეიძლება თუ არ შეიძლება ამის ხმარება ბავშვებში. და მე ანუ უკვე იყიდებოდა, ხა ამაზე არავინ არ იცის, ხა 10 ლარი დაამპულა თუ რაღაცა ეგეთი და არავის საბრძოლველი არ გამხდარა ეს პრეპარატი, თორე აფთიაქში რომ შევიდეთ, უამრავ წამალს ამოვიღებთ, რომლებსაც კვლავ ჭირდება დამატებითი კვლევები. ეს არ ნიშნავს, რომ ეს წამალი არის არაეფექტური. უბრალოდ უსაფრთხოების, ანუ უფრო დეტალიზირებული ინფორმაციის მოპოვება ხდება და ამას გარდა არსებობს რაღაც მტკიცებულების ხარისხები, როდესაც რაღაც გაიდლაინი იწერება, რაღაც რეკომენდაციას რო იძლევა გაიდლაინი, ეს რეკომენდაცია დაფუძნებულია
როგორი სიძლიერის მტკიცებულებაზე. არის გრეიდები, ასე ვთქვათ, რაღაცა დონეები და რაღაცა 4 სხვადასხვა დონეა წარმოიდგინეთ და მაგ შემთხვევაში აი უკვე დამთავრებული კვლევები როა ძველი პრეპარატი რო არის, მაღალი სამეცნიერო მტკიცებულება არის რაღაც პრეპარატები, რომელსაც საშუალო ან დაბალი აქვს, ან რაღაცა ვთქვათ, ცოტა რაოდენობის პაციენტებზეა გატესტილი და არ არის ჯერ დიდ პოპულაციაზე და ვერ გეტყვის, რომ აი 100%-ით ესე კარგად იმოქმედებს. მაგრამ შანსია რა და როდესაც ლაპარაკი გაქვს შანსზე, ესეთ შემთხვევაში მე არ ვიცი ხა ვინ დაიხევს ამაზე უკან და რა გვერდით ეფექტზე უნდა იყოს ლაპარაკი. აი კიდე შემიძლია გითხრა, პრეპარატი იყო რაღაცა დერმატოლოგიური, რომელიც საქართველოში იყიდებოდა, რომელსაც გვერდით ეფექტი ეწეოდა სუიციდის მიმართ მიდრეკილება. ოღონდ ჩვეულებრივ აფთიაქში იყიდებოდა დანიშნულება, მე ბოლოს მიხვდნენ და ექიმის დანიშნულებით იყიდებოდა, მაგრამ აი უამრავი წამალი შეგვიძლია ამოვიღოთ, რომელსაც ისეთი გვერდითი ეფექტები აქვს, რომ შეიძლება თქმები ყალზე დაგიდგეს რა. მე მიკვირს აქამდე როგორ არ მივიდა პროპაგანდა იქამდე, რომ არ დაიწყეს მაგ გვერდითი ეფექტების კითხვა, იმიტომ რომ იმის ეფექტი რო წაიკითხო, ელემენტარული ალერგიის საწინააღმდეგო არის, იმას უწერია, შეიძლება იწეროს, რომ აი სიკვდილის სიზღდენა რაღაცა და დაუბრუნდეთ, ერთი თუ მაკუნა არ მიწყეს, კახას მინდა დაუბრუნდეთ, ერთი რაც აღმოვაჩინეთ, რომ მოკლედ ეს ჰორმონალურ თერაპიას მოკლედ სახელმწიფო ყიდულობს და არის ხელმისაწვდომი. სხვა რამე სხვა კიდე სერვისი ან დახმა, რა ხახა ამ ეტაპზე ნაკისრი, სანამ მივათ ძვირად ღირებულ პრეპარატებამდე რეალურად ყოველდღიური ცხოვრება ასეთი ოჯახებისთვის დაკავშირებული არის ძალიან დიდ ხარჯებთან და მათ შორის სხვადასხვა პროფილის ექიმების როგორც ასე ვთქვათ რაღაცა ერთ გუნდად მუშაობასთან მუდმივად ჭირდება გარკვეული კონტროლი, დახმარება, რეაბილიტაცია და ასე შემდეგ, ზოგ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევას და ასე შემდეგ. არის თუ არა ამ შემთხვევებში დავანებოთ თავის ზვირიან წამლებს, აი ესეთ შემთხვევებში აი სახელმწიფო კლინიკები გვაქვს და თუნდაც შეუძლიათ თავისი სახელმწიფოს მიერ ვთქვათ მართულ კლინიკებში იაფად მოად მიაწოდონ ეს სერვისი, ხო? აი ამაზე რა ხდება საერთოდ აქ თუ არის რამე ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური? ხო. ამ ეტაპზე დღევანდელი მდგომარეობით ერთადერთი რასაც პაციენტი იღებს პირდაპირ სერვისის სახით ეს არის სტეროიდი. მიდის ხარ აფთიაქში, იღებს სტეროიდს, არის უფასო. სხვა პირდაპირ ესე მოწოდებული უფასო არაფერი არ არის. ინდივიდუალურ საწყისებზე შეიძლება გამგეობას მიმართოთ, აგიფინანსონ ცურვა და ფიზიოთერაპია. ახლა მე ცურვა ჩემთან თვითონ პატარა ბასეინივით გავაკეთე სახლში და იქ მავშვები, იმიტომ რომ იქ ცოტა რთულია რა აუზზე გადაადგილება ჩემი ბავშვისთვის და სახლში მოუწყვე პატარა ბასეინი. ხო, რაც შეეხება ფიზიოთერაპიას ჩვენ თვითონ უტარებთ ჩვეულები, არის ამაზე ძალიან ბევრი კურსებია, ვარჯიშები, გაწელვები და ამას ჩვენ თვითონ უკეთებთ სახლში. ასე რომ ზოგიერთი მშობელი თვითონ აორგანიზებს ამას და სწავლადია, თუნდაც სკოლა რო გააკეთო მშობლებისთვის, აი რომ უფრო ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ, ანუ კონტრაქტურები ქვია ერთ-ერთი გართულება, ანუ სახსრებში ხდება მოძრაობის შეზღუდვა და მათ შორის თუ ამას არ უშველე, ის სახსარი უბრალოდ იკეტება. აი საერთოდ აღარ მოქმედებს. ეს არის კოჭი, მუხლი, ბარძაყი, იდაყვი და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ბარძაყის ამოვარდნილობებიც ზოგ შემთხვევაში ვითარდება და ამას ჭირდება მუდმივად ვარჯიში, ანუ დამუშავება ამ სახსრების და ეს დასწავლადი რაღაცა, რომელიც შეუძლია მშობლებს ასწავლონ მაინც მინიმუმ. ხო, კიდე სხვა გართულებებია მაგაზეც გადავიდეთ, მაგრამ ხო არა, კიდე და სახელმწიფო დახმარებაზე. ასევე პრობლემა არის თვითონ ლიფტები და პანდუსები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ მიმართეთ სახელმწიფოს ერთი წლის წინ, რომ გაეკეთებია ჩვენთან ან ლიფტი, ან პანდუსი. წელწადნახევრის წინ. ეს საცხოვრებელ ადგილებზე ლაპარაკი. თემქაზე ვცხოვრობ და დაგვავიწყდა იმდენი ხანი გავიდა განცხადების შეტანიდან, აღარც გვახსოვდა ეს განცხადება შეტანილი მქონდა. დედაჩემს მქონდა შეტანა, მე არ შემიტანია. და მე თვითონ გავაკეთე, მე პირველ სართულზე ვარ და ერთი 7-8 საფეხურია მე მგონი, კიბე ჩემამდე ამოსასვლელი. და მე თვითონ ჩემი ხარჯებით გავაკეთე რელსები იმისთვის დასაკეცი პანდუსი. დასაკეცი და გასაშლელი პანდუსი გავაკეთე. და როდესაც ასევე მოვინდომეთ თვითონ კონსტრუქციის გაკეთება გვერდზე, უფრო ადვილად ამოსასვლელი კონსტრუქციის გაკეთება, როგორც კი ხელოსანს დაუძახეთ და შეუკვეთეთ, იმ დღესვე დაგვირეკეს გამგეობიდან თუ მერიდან, არ ვიცი საიდან მოხდა ეს დამთხევა, ზუსტად იმ დღესვე, როცა ხელოსან მივდივარ მასალები უნდა ვიყიდოთ უკვე და მივდივართ მასალების საყიდლად, ზუსტად იმ წუთში დაგვირეკეს და გითხრეს რომ ლიფტს გავაკეთებთ. ხო და იმ წუთში გავჩერდით და მოკლედ ლიფტი გააკეთეს რა ჩვენთან. მაგრამ არის ხალხი, რომელსაც ეს არ აქვს. ხო. მაგალითად, ახლა არის ის ბექა, რომელიც ვიდეო გავრცელდა, 21 წლის ბექა, რომელიც ვიდეო გავრცელდა და რა მდგომარეობაშიც არის კი ჩანს ახლა იმ ვიდეოში ის ბავშვი და
მის корпуს არ აქვს არც ლიფტი, არც პანდუსი, ბავშვი გარეთ ვერ გამოდის. და ერთხელ ვარ მე მასთან ნაყოფი. ეხლა ვფიქრობთ, რომ ესე იგი მივიდეთ და ვნახოთ და ვინცი გაკეთება შეიძლება. მოვთხოვოთ მერიას, რომ აქ პანდუსი გააკეთოს. ან დავსახეს სხვა მიაწევოს, აი ამდენი გააკეთოს, ან ჩვენ გავაკეთოთ, შევაგროვებთ თანხებს და გავაკეთებთ. ანუ ლაპარაკი იმაზე რომ კარდიოლოგის კონსულტაცია, ნევროლოგის კონსულტაცია, კვლევები, ეხოსკოპია, MRT, არაფერზე არ არის. არაფერზე არ არის დაფინანსება, დაახლოებით ეგ კვლევები, დაახლოებით ეგ ყოველხრივი კვლევები ჯდება თუ არ ვცდები 5000 ლარამდე. 5000 ლარამდე წელიწადში. ჩვენზე უკვე არის წამლის გარდა ჩვენმა პროტესტმა მაგას მიაღწია და იგივეს გისურვებთ ზუსტად. წარმოიდგინე, არ არის ლაპარაკი ძვირიან წამლებზე, აქ ლაპარაკია საბაზისო მონიტორინგზე, უბრალოდ რომ მკურნალო კი არა, უბრალოდ რომ ნახო ბავშვის მდგომარეობის გაუარესების დინამიკას რო აფასებდეს, რა საფრთხეები გაქვს უკვე წინ. მოსამარაგებელი და თუ არა, მაგალითად ხელოვნური სუნთქვის აპარატი იქნება თუ ასე შემდეგ. ეს ხელოვნური სუნთქვის აპარატი კიდე ცალკე აი, რავი, მეორადი შედარებით ნორმალური ხარისხის და ფუნქციის, რომელიც ფილტვს არ დააზიანებს, არ ვიცი ხა თურქულები და ჩინურები და რაღაცები ალბათ იქნება, მაგრამ რაც მიხმარია მე და ძალიან კარგი არის, მეორადი $5000-დან იწყება და ნუ ახალი სადღაც $30000-მდე ადის, რომლითაც შეგიძლია დაახლოებით 4-დან 6 საათის მანძილზე ბავშვი გარეთ ასეირნოს. საერთოდ არ გჭირდა, ეტლზევე მაგრდება, ძალიან პატარა ზომის არის და სადაც გინდა იქ წაიყვან და ეს ელემენტი შეგიძლია. სხვადასხვა ეგ აპარატები ჩვენ უკრაინელებს ველაპარაკეთ და თქვა ეს რომ ჩვენ წარმოების გვაქვს ხო? არა, გვაქვს კი არა. ჩვენ რეკომენდაციას უწევთ აპარატებს, მას აპარატებს ისეთ ბავშვებს, რომელსაც პატარა გართულებაც კი აქვთო, ძილში სუნთქვის გართულება. ეს არისო ერთ-ერთი ინგრედიენტი სიცოცხლის გახანგრძლივების. ეს აპარატები ძალიან მაგრად მუშაობსო რა. ბავშვსეო და ხო, აი სუნთქვა, არც ეს არ ფინანსდება ცხადად. მე ეხლა რომ დაუბრუნდეთ ამ სახელმწიფო მთავარ თემას, ხო, ამ წამლების მოთხოვნის ამბავს. მე ხა რაც მოვისმინეთ თქვენგან ამ აღქმით უფრო ძვირი ჯდება თქვენ შემთხვევაში მკურნალობა ვიდრე იგივე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შემთხვევაში. რაოდენობიდან გამომდინარე რაოდენობა ჩვენთან მეტია. ხო, არა მარტო უფრო წამლების ფასიც უფრო მეტია. ანუ მე მაინც ასე ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია, რომ აქ თანხის რაოდენობა არის გადამწყვეტი. და ასევე რა შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ერთი პროტესტი დავაკმაყოფილეთ, ეხა მეორეს დავაკმაყოფილეთ, ბევრი მოწყვლადი ფენა აქვს მხოლოდ ბავშვებს და დაავადებებს არ ეხება საქმე. ჩვენ ქვეყანაში არსებობენ დევნილების პრობლემა 10 წლების განმავლობაში მოუგვარებელი, არსებობენ ომის ვეტერანები და მათი ოჯახები, რომლებიც მუდმივად ითხოვენ კუთვნილ, ცალსახად კუთვნილ შემწეობებს, დახმარებებს თუ სერვისებს. და მე ასევე მაქვს განცდა, რომ სახელმწიფო შეიძლება ეშინოდეს, რომ აი ხა ამათ, აი თქვა გამოყოფ ჯანდაბას, მათი გადმოსახედამ რაღაცა რამდენიმე ასეულ მილიონს, მაგრამ მე არ მოგვადგეს, მე მგონი ეს არგუმენტი გაჟღერდა კიდევაც, თუ ეს თქვენ საქმაშია. აი, საბოლოოდ როგორ უყურებთ ამ პროცესს? მე არ მახსოვს, შეიძლება სადღაც თქვენს, მაგრამ მე არ ყოფილი. ხო, ერთ-ერთ მე სადღაც მოვისმინე. ანუ როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას საბოლოო ჯამში? აი, ეს მაინტერესებს. ამ წუთას რა ხდება? ბოლო შეხვედრა როგორც აიყო სარჯულოსთან, ეს არის ცივი უარი, თუ ისევ მუშაობთ ამ თემაზე, აი რა ხდება, ამ წუთას რა ხდება? ბოლო შეხვედრაზე საკმაოდ კაფეო ცივი უარი იყო მედიკამენტებს. ეს თვენახევრის თუ 2 თვის წინ რაც შევხვდით. და არანაირი დაპირება არ იყო ამ მულტიდისციპლინურ გუნდზე. არ იყო დაპირება. იყო რომ კი მუშაობთ ჩვენ სხვადასხვა მოდელებზე და ფიქრობთ, ხო, ფიქრობთ, ეს იყო. ეხლა გუშინ გააკეთა განცხადება, ხო? მე მგონი თუ გუშინ წინ თქვა, რომ უკვე შევა ცვლილებების შესაბამის რეგულაციებში და მულტიდისციპლინური გუნდი შეიქმნება და ბავშვებს დაუფინანსდებათ კვლევები. ეს ყველა მიმართულებით კვლევა რაც საჭიროა. ეს ახლა რეალურად არის რისი შედეგი? ეს არის ამხმაურის შედეგი, რაც მშობლებმა იხმაურეს. ფაქტი საფიზია. კი, მაგრამ ინფორმაცია ამ 100 პაციენტიდან ოჯახებს, ანუ როგორ აქვთ, იმიტომ რომ ეხლა რაც ვნახეთ, ხო, მინიმუმ უბრალოდ რო ანალიზები ყოველწლიურად უკეთო და ნახ ბავშვის მდგომარეობა ამოწმო, ეს ყველაზე მინიმუმი, რაც თქვით, აი 5000 ლარამდე ჯდება ეს რო ავიღოთ, სადაც თვეში რო საშუალოდ გადავთვალოთ 480-500 ლარია, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის უბრალოდ აუწეველი თანხაა. შეუძლებელია ამას გაწვდეს. ანუ წარმოდგენა ბრმად მიდის, არც იცის რა ჭირს მის შვილს, რა უარესდება, რისთვის უნდა იყოს მზად.
ზუსტად. ანუ რამდენი არის დაახლოებით აი ამ 100 პაციენტიდან ამ ოჯახებში რამდენი საჭიროებაა რომ მინიმუმ აი ეს რაც უკვე ხვალ აი ესე თითის გატკაცუნებით შეუძლია გააკეთონ და რა ვიცი რამდენი ოჯახი არის ესეთ თუ გაქვთ მაგაზე ინფორმაცია. როგორ სოციალურად დაუცველი? პანდუსის დაყენებას ვერ შეძლებს რომელიც ანალიზებს ვერ სოციალურად დაუცველი? ზოგადად. ანუ შედარებით დაბალი სავალისაც აქვს. აი საჭმელზე ყოფნის ვინააქ, მაგრამ ხო ამ სპეცე გავიცანით ერთმანეთი, მეც შეზღუდვა შეიძლება ვიქონე ადამიანების ამ სფეროში მიმუშავია და ზოგადად არსებობს სოფლიო სტატისტიკა ეს რომ ყოველთვის ოჯახი რომელშიც შეზღუდვა შეიძლება ვიქონე ერთი მაინც არის კვეთრად იმაზე მეტად შეჭირვებული ვიდრე იმ საზოგადოების საშუალო ფენა. ეს ყველგანაცია შეიძლება არ იყოს სოციალურ დაუცველი რაღაც 70000 კულაზე ნაკლები, მაგრამ ყველა ოჯახს უჭირს თითქმის. ახლა მოდი ესე ვთქვათ რა, მაგ შეკითხვაზე სხვადასხვა ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ჩავატარეთ ერთი გამოკითხვა და ეს ოღონდ ზეპირად არ მახსოვს იქ შევავსებიეთ მშობლებს და რომელ კატეგორიაში ხარ სოციალურად შეძლებული ხარ, შეუძლებელი ხარ, უმრავლესობა მაინც აღმოჩნდა საშუალო და საშუალოზე დაბალი ფენა. კითხვარში რაც შეავსეს ნაწილმა შეავსო ყველა მას შეავსო ეს კითხვარი. მაგრამ აქაც ბევრი სპეკულაცია, ბევრი ის არ ჭირდება იმის ვარაუდს, რომ როცა დაავადება არის სტატისტიკური ალბათობის შემთხვევა დაავადება, ანუ ეს შეიძლება შეეყაროს დიდარსაც და ღარიბსაც. აქ ესე იგი, ამ დაავადების სტატისტიკა კავშირში არ არის ამ შემთხვევაში ხო, სიმდიდრესთან არის. მე იმას ვიზახი, მე როგორ რომ მოუვარონ ბავშვს მაგის შესაბამისად სტატისტიკურად დიდარს და ღარიბს ერთნაირად გარდა იმ შემთხვევისა, როცა ახლა იწყებენ უკვე სელექციას და ანუ დაუშვათ თუ არის რისკი იმისა, რომ დიუშენიანი ბავშვი ყავდეს და მე იქ ფულს იხდი და რაღაცა მას აკეთებ, არ ვიცი, წინასწარ აკეთებ. წინასწარ ნახულობ ხო მაგალითად შეამოწმო პოტენციურად ხო რა ხდება რა მოდის იმისკენ რომ შეიძლება მაგრამ მაგას ახლა არც ერთი ოჯახი არ აკეთებს თუ თუ რამე ძვირის კვლევა არ არის იაფიანი კვლევა რომ წინასწარ ეგ დაადგინა. ხო, შესაბამისად აქ ჩვენთან რაც არის მოსახლეობა იგივე სტატისტიკა, ანუ მოსახლეობის სოციალური დაყოფა რაც არის და ქონებრივი დაყოფა დაახლოებით იგივე არის ამ ჩვენ ჯგუფშიც. შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ნახევარი მაინც ამ კვლევებს უბრალოდ ვერ გაწუდება რა. დათვლადი არის რა შეგვიძლია უბრალოდ ჩამოვწერე სპეციალურად და აი აქ რაც მიწერია მარტო ეს კვლევები, ნუ აი არის ხო ის საინტერესო რაღაც თქვა კახამ და მე არ მინდა გამომრჩეს ცოტა ჩემთვის ცუდი რაღაც მანიშნებელია ეს ერთი შემთხვევით კარგი რაღაც რო ამ კვლევებს დაუფინანსებთ ახლა მე სამედიცინო იმაში გიორგისთან როგორ შევალ ამ პოლემიკაში მარტო უსმენ მაგრამ აი ეს მეორე ნაწილი ამათი პროპაგანდისტული თავები როგორ მუშაობს ასე თუ ისე მაგ შესწავლილი და ეს ყველაფერი ამ გადმოსახედიდან მიდის იქითკენ რომ ესენი გამოვლენ მერე თავიანთი პროპაგანდისტული არხებით და იტყვიან რომ აი დაუფინანსეთ რეაბილიტაციას უკეთებთ, აგერ იმას უფინანსებთ. აი, შეიძლება ეს ყველაფერი დაუფინანსო, მაგრამ სწავლენ მე ისევ იქ, ბოდიში, მაგრამ ეს დაუტესტავ წამალი, ანუ როგორ არ უზრუნავთ ბავშვებზე, აგე ეს მივესწრებოდო და ანუ ამათი საბოლოო მიზანი შეიძლება იყოს, რომ ის მილიონიანი წამლები ოღონდ ის არ აიკიდონ თვითაც. არა, მილიონიანი წამლებზე ვერ დაიხევენ უკან. სხვადასხვა კვლევების შემოტანა შეიძლება, ანუ თუნდაც იხევენ და ამას იმის აკეთებენ. არის, რომ პროპაგანდა თავარი მოთხოვნა რაც არის ამ შობლების არის წამლები მან ხო მაგ მიმართულებით. არა, ყიდვაზე, არამედ ჩავერთოთ კვლევაში და მორჩა, ანუ მაგ წამლებზე ყიდვაზე არც უნდა იყოს ლაპარაკი ჩვენაირ ქვეყანას, ხო რა ვიცი, გაუჭირდება რეალურად. აქ უნდა ლაპარაკი იყოს, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ, რომ მინიმუმ იმაზე აწარმოონ მოლაპარაკებები და გვანახონ ეს და მათ შორის იმ კომპანიიდანაც იყოს პასუხი, რომ უარს თუ გეტყვიან ან რაც იქნება, რომ კვლევაში ჩაერთონ ეს პაციენტი. და ისე მიიღონ ეს პრეპარატი. მათ ორი საკითხი მინდა ვთქვა რა. პირველი საკითხი იმისა, რომ მშობლებს თავიდან მქონდა ეგ შეკითხვა, რა ჯობია ვთქვათ, დავაყენოთ სტრატეგიაში, მოთხოვნაში რა დავაყენოთ. მარტო წამლები თუ კიდე სხვა რაღაცეები, იმიტომ რომ თუ სხვა რაღაცეებსაც დავაყენებთ, მაშინ ისინი იმ სხვა რაღაცეებს დააკმაყოფილებენ წამლებზე და გიტყვიან, ხო შევასრულეთ ნაწილობრივ მაინც თქვენი მოთხოვნა. ხო, მაგრამ მაინც საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ აი ეს ორი რაღაცა ორი თემა გამოვყავით რა, წამლები და კვლევებიც. იმიტომ რომ ეს კვლევებიც არის აუცილებელი ნაწილი, ხო? მაგის გარშე უბრალოდ. ხო და საქმე რაში ჩვენ ის გვესმის, რომ წამალის შემოტანა არ არის ერთი დღის ამბავი,
მაგრამ კვლევა მართლა ერთი დღის ამბავია რა. ეს მას ახლავე გააკეთებ ამ სისტემას. ერთი დღის ამბავი ისიც როგორც ახლა რომ დააკპირდე რომ შემოვიტანთ უბრალოდ შესაბამისი დრო გჭირდება კონტრაქტების გასაფორმებლად, ესე დარწმუნებული ხართ მადლობა სიტყვით და დამოკიდებულებაა პრობლემა. ჩვენ ეგრე დავიშალეთ 6 მაისს მულტიდისციპლინური ჯგუფი შეიქმნა და ყოველ კვირა ჩაინიშნა შეხვედრა ჩვენი დასწრებით, რომ დაგვეწყო პროტოკოლის ექიმებთან ერთად შედგენა და პარალელურ რეჟიმში გასაიდუმლოებულია, მაგრამ პარალელურ დასტურებულად დაეწყოთ წამლის მწარმოებელ კომპანიასთან შეთანხმება. ანუ მაგ პროცესები, ახლა 6 მაისს რო დავიშალეთ, ყოველ კვირა ჩანიშნული ეს ის იყო და ვიცოდით, რომ ყოველ დღე იდგმება ნაბიჯი წამლის შემოტანაზე. გასაგებია თორე ახლა ეგრევე მართლა ერთ დღეში ვერ ჩამოვიდა. თავარია რომ ეს ნაბიჯები არ ხელოვნურად არ და მეორე რაც შეეხება თვითონ იმას რა ქვია წამლების ნაწილს ხო ჩვენ მშობლებს გვესმის რომ ეს ყველა ბავშვს ერთად კი არ ჩამოვა წამალი და ესე ციდან კი არ ჩამოვარდება ეს წამალი იქ რაღაცა პრიორიტეტი უნდა დადგინდეს რომელ ბავშვს ჭირდება ყველაზე სასწრაფოდ ეს ჩვენ კი არ უნდა შევიმუშაოთ მშობლებმა არა მე მჭირდება და არა შენ მჭირდება მე უფრო მჭირდება შენ უფრო მჭირდება ამას მშობლები ებაზე ვერ შევთანხმდებით იმიტომ რომ ყველა ჩვენი ბავშვი მიგვაჩნია ყველაზე უფრო პრიორიტეტულად მაგრამ აქ სამედიცინო გუნდმა უნდა თქვას რომ არის ეს რესურსი რომ გამოიყო წამლები მოდი ვთქვათ ახლა რომელ ბავშვს ჭირდება ყველაზე სასწრაფოდ ეს წამალი რომელიც მაგალითად ხო პირობითად რომელიც უკვე დადის მაგრამ ერთ წელიწადში ეთში ჩაჯდება თუ ეს წამალი მას სიარულს უხანგრძლივებს მაშინ ეს არის პრიორიტეტული ჯგუფი ეს მსგავსი სელექცია რატო უნდა მოხდეს ჩვენ ხო წამლებამდე ფული გვაშორებს უბრალოდ რამე არის რომ წამლები არ არის ჩვენ შემთხვევაში ეგრე მოხდა 5 ბავშვი ჩაერთო კი გეთანხმები მაგრამ მეთანხმები მაგრამ ჩვენ ხო ისიც გვესმის რომ ეხა პირდაპირ 100 მილიონი შეიძლება ვერ მოვტეხოთ ბიუჯეტიდან. მოდი ვთქვათ რა არის სასურველი და რა არის რეალისტური. სასურველი არის რა საკვირველია. მაგისთვის ვიბრძვით ზუსტად, მაგისთვის ვიბრძვით და ყველაფერს ვიყენებთ და ეს არის ზუსტად მიზანი. რომ ყველა ბავშვს ეშველოს, მაგრამ რაღაცა პრიორიტეტების დადგენა, რომელიც უფრო სწრაფად რა დაჭირდება, აუცილებლად იქნება გასაკეთებელი. სანამ ეთერში ჩაჯდომაც არის ის ესე ვთქვათ რაღაცა გამყოფი პერიოდი, როცა ანუ ეთერში ჩაჯდომის მერე კიდე დამატებით რაღაცა პრობლემები იწყება იმის გამო რომ უბრალოდ მობილობა ხო ანუ თორნიკე იცი მე მინდა იცი რა ვთქვა იცი ახლა შეიძლება ცუდად გამიგოს მენელმას და მინდა ერთი რაღაცა განმარტო რა შობელს რასაკვირო ყველა მშობელს გვინდა რომ ჩვენი შვილებისთან დაკავშირებით სახელმწიფომ არანაირ რესურსებზე და დაზოგვაზე და ფულზე და იმაზე ჩვენ არ დაგვიწყოს ვაჭრობა. ჩვენ ვამბობთ რომ სიცოცხლე არ იყიდება. არ ფულის რაოდენობაში სიცოცხლე არ ფასდება ჩვენ ამას ვამბობთ ხო და ჩვენ ვიზახით რომ 100 მილიონი კი არა 200 მილიონი 9 მილიარდი 1 მილიარდი უნდა გადადოს სახელმწიფომ და მოიტანეთ 1 მილიარდიც რო იყოს საჭირო მოიტანეთ ეს მილიარდი რა ბავშვები გადაარჩინეთ ამას კიდე რა ლოგიკაზე ეს კიდე სახელმწიფო ხო ოჯახია რეალურად ანუ დიდი ოჯახია ესე ვთქვათ რა აი დაუშვათ ოჯახში არის მომაკვდავი ბავშვი და პრიორიტეტზე ფიქრობ ნეტა რა ჯობია ახლა ტელევიზორი ვიყიდო თუ ბავშვი გადავარჩინო რა აი შეიძლება ახლა ოჯახის უფროსმა თქვას რომ ტელევიზორისთვის მე მილიარდი გადადებული მქონდა და ბავშვი თუ გადავარჩინე ტელევიზორი აღარ გვექნება ოჯახშიო და თქვას და მე დამიმტკიცოს ახლა ბავშვს და უმტკიცოს რომ შენ შენ წამალს იმიტომ არ ყიდულობ ტელევიზორი მაქვს საყიდე მაგას ხო ვერ იტყვის ახლა ვერც ოჯახში ვერ იტყვის და ვერც სახელმწიფოში ვერ გეტყვის მაგრამ ხო ის უნდა ვთქვა სკოლის ფორმებზე მიდის ლაპარაკი ან რაღაც ფულს ხარჯავენ რაღაცა ჭინჭებში რომელიც არავის არ ჭირდება და რა ვიცი იმ ფულით მინიმუმ ეს ვამოლორონი შეუულიათ რომ უყიდონ ნაძვის ხერა დაუჭდათ ხო ამას გარდა მაგალითად ეხა ძალიან არ ვიცი ეხა მან რამდენ ფულს ხარჯავენ მაგრამ სარჯველაძე ესეც ძალიან ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე დევს ეგ საქართველოში გვაქვს ბავშვთა კარდიოქირურგია თანდაყოლილი მანკების ძალიან განვითარებული და 14 წელი მუშაობდი მან და არ არსებობს გულის მანკი არ არსებობს ბუნებაში გულის მანკი რომელზეც ოპერაცია საქართველოში არ ტარდებოდეს არ არსებობს და მათ შორის მაღალი ხარისხით და ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა შვეიცარიაში ერთ-ერთ კლინიკასთან
ძალიან კარგი ქართველი ქირურგი მუშაობს იქ, ანუ ხა მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს რა თქმა უნდა, რომ აქედან ბავშვები უნდა ჩაიყვანონ შვეიცარიაში გულის მანკის ოპერაციების საკეთებლად. ანუ ეს უბრალოდ გაუმართლებელი ხარჯი არის. საერთოდ რა შეჭირდებათ შვეიცარიაში აქედან ბავშვების ჩაყვანა იმისათვის რომ ოპერაცია გაუკეთონ და ალბათ მიხვდებით კიდევაც რა ფასთა სხვაობა იქნება საქართველოში. ხა ბოლო ფასები არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ყველაზე ძვირი ოპერაცია სადაც 20.000 ლარამდე იყო ლაპარაკი და იქ რატომ იყო? რა ვიცი, გამო კორუფციაზე მივხვდეთ. მე ჩემთვის რა ვიცი, ეგ რაღაცა მინიმუმ ესეთი არის, რაღაცა დაუსაბუთებელი ხარჯია ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ ჩემი თვალით რაც მაქვს ნახი, იმაზე ვლაპარაკობ და ეგ ხარჯი სახელმწიფოს დღეს არ ჭირდება. არ ვიცი, რამდენი პაციენტი წელიწადში 300 ლარსაც არ ხარჯავდნენ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი რა, არ მინდა რომ დამებნეს და ისა. ჩვენ შეიძლება ვინაიდან მშობლები ვართ, ჩვენ ვერ ვიაზრებთ სახელმწიფოს წინაშე კიდე რამდენი თავსატკივარია ჩვენნაირი. ხო. მაგრამ ჩვენ ვისაც ტკივა ის ყვირი ვართ ახლა. ვისაც ტკივა და ვისაც გვაწუხებს ჩვენი ბავშვები ხოცებია და ჩვენ ყვირი ვართ. მაგრამ იქ სახელმწიფოში ვინც არის, ახლა მე რო ჯანდაცვის მინისტრი ვიყო, მაშინ გამოვიდოდი და ვიტყოდი რომ თქვენ ხართ კი პრიორიტეტი, ამ დონის პრიორიტეტი ხართ თქვენ, მე მყავს კიდე ბენეფიციარები ასეთი. სახელმწიფოს ბიუჯეტი არის მთლიანობაში ეს. მოდი ახლა ჩვენ თელმა მოსახლეობამ, პარლამენტმა, მოსახლეობამ ვიმსჯელოთ ეს ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტით რომელ ბენეფიციარს უშუალოდ პირველ რიგში თქვენი ბავშვები არიან სულ თავში, თუ კიდე არიან ჩვენზე უფრო პრიორიტეტული შტაბი. შეიძლება მაშინ ეს დისკუსია გახსნა მაშინ. იმიტომ რომ მე მშობელი ვარ ამ შემთხვევაში და მე არ ვარ ჯანდაცვის მინისტრი და არც ვიცი იმას რამდენი ბენეფიციარი ყავს. შეიძლება ხვალ და ზეგ ეგეც დამჭირდეს და ეგეც გავარკვიო, რომ ვიცოდე იმას როგორ ვედაო და როგორ ვეკამოთო იმ სარჯველაძეს, იმიტომ ჯანდაცვის სისტემის შესწავლა დამჭირდეს რა. ეს ცალკე კატასტროფაა ბიჭო. აი ხა ეს წამი თავში მოუყარო რაღაც. ანუ აი ხა კაცი ზის მამა რომლის შვილსაც წამალი სჭირდება და აქეთ ითვალისწინებს სახელმწიფოს საჭიროებებს ამ ემოციური ფონის და ამ გაჭირვების და ყველაფრის მიუხედავად აქეთ ითვალისწინებს და ამბობს რომ აი თუ ამდენი არ არის იქნებ ვისაც პირველი ანუ შენ წარმოიდგინე ბიჭო სადოა ანუ აი ერთი წამი წარმოიდგინე ანუ ადამიანი რომელსაც ეს საერთოდ არ მოეთხოვება კი არა ახლა რო არ იგინება და ილანძღება კიდე კაი ჭკუაზეა და ამ დროს ეხა აღარ მინდა მე გააპოლიტიკურაო რაღაცეები იტყვიან კიდე მაგრამ აი ეხა წეღან რომ მოვდიოდი ეგ თემა საერთოდ გადამოვარდა აღარ მახსოვდა ეს კანონი რო შეცვალეს ნახატების და რაღაცების შემოტანა რო დაჭირდა ბიზნესს 500 მილიონი 500 მილიონი თუ არ მეშლება რა მაგრამ რამდენიმე ასეული მილიონი იყო ვერ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა და შესაბამისად არ გადაიხადა ბიზნესამ აი მარტო მაგისთვის მიიღეს კანონი ასეულობით მილიონზე ჩვენ ცხოვრობს სახელმწიფოში ხო რა ჩვენ თუ ვიხდით გადასახადებს მას არ მაქვს ლაპარაკი აი ბიზნესი არ იყოს ბიჭო რაღაცა სხვა იყოს არ ვიცი აი ეგ ხარჯი მე დარწმუნებული ვარ რომ მოძებნადია მე მაინც მგონია რომ თავარი შიში ამათი არის ის რომ ამათ რო დაუკმაყოფილოთ ვაიმე მე დევნილები არ მოგვადგენ ვაიმე მე იმის და წეგან ხო გელაპარაკებოდი მაგალითად ბავშვების ჯგუფზე რომელსაც ჭირდება კონკრეტული სახეობის კვება რომელიც საშუალებაც უბრალოდ არ აქვს არ ვიცი ხა ამ წუთისთვის მე რა ინფორმაციას ქონა მაგალითად 2017-18 წლისთვის ეს საკვები ამ ბავშვებისთვის სახელმწიფოს მხრიდან საერთოდ არანაირად დაფინანსებული არ იყო და ლაპარაკია ისეთ თანხაზე რომელიც ძალიან შეძლებული ოჯახი უნდა იყოს რომ მაგ საკვებით კვებოს ბავშვები და მაგ საკვების გარეშე ამ ბავშვებს თავის ტვინის ძალიან მძიმე დაზიანება უვითარდებათ ანუ ბევრი ეგეთი რაღაცა შეგვიძლია ვიპოვოთ და შეიძლება მაგის ეშინიათ არ ვიცი მაგრამ არ ვიცი კამრების შემოჭერა არის საჭირო რა უბრალოდ კორუფციის ფაქტები რომლებზეც უკვე თვითონ რაღაცა თავისიანების დაჟჯა დაიწყეს მარტო ისინი რომ დავთვალოთ რამხელა თანხებზეა ლაპარაკი და ის რასაც წლების მანძილზე გამოძიებელი ჟურნალისტები დებდნენ პირდაპირ რა თანხებზე გვაქვს ლაპარაკი რა თანხები მიაქვს ბიუჯეტიდან და მაგას თავი დაანება უბრალოდ შეგვიძლია თბილისის შემოგარენს დავათვალიეროთ და ბასეინიანი და იმიანი რაღაცა სასახლეები რო აქვთ ნაშენები ხალხს რომელსაც რა ვიცი ალბათ ერთოთახიანი ბინები ქონდა აი მანდდებს ის ფული რომელიც უნდა სწორად განიკარგოს და მიემართოს იმისკენ რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ჭირდებათ. მოკლედ რა მინდა თქვა კიდე იცი რომ აი რეალურად სარჯველაძემ ეს ყველაფერი წაიყვანა ახლა 2 თუ 3 მიმართულებით. ერთი რომ თურმე წამალიო არ არისო ანუ ცარციაო და წყალიაო და რა ვიცი ამაზე დაიწყო ლაპარაკი სწავლებიო ცარცი წყალი და ასე შემდეგ. მეორე რომ და ამაზე თავისი მედია საშუალებებშიც დაიწყეს უკვე პროპაგანდა რომ ის არისო სარისკოა მოკლედ და სიკვდილს გამოიწვევს და ფატალური შედეგი შეიძლება და ასე ფატალური შედეგიდან დაიწყეს ზოგიერთ გამოშვებებში ხო პირდაპირ დაიღუპა ამ ელევიდისის პაციენტი და ვიღაცას გაუკეთა და მოვიდა ხო ანუ ესე ერთი რომ არ არის ეფექტური მეორე რომ არის ძალიან საფრთხის შემცველი და მესამე რომ არის ძალიან ძვირი აი სამი რაღაცაზე ეხლა რო ვფიქრობ ამ სამ რაღაცაზე დაიწყეს კამპანია რა არ ვარგა
სარისკოა და ძვირია. ზუსტად იგივე ამ სამი მმართველობაზე დაიწყეს ლაბარაკი. და ძვირიას ვარიანტში კიდე დაიწყეს ყველაზე უფრო გაზრდილი ფასებიდან. ანუ 100 მილიონი გამოთვალა სარჯველაძემ და თან დაიწყო და მე ბოლო განცხადებაში მე მგონი ხო 100 მილიონი დაჭირეს ყველა რო ვიანგარიშო და 100 მილიონი გამოდისო. და რეალურად ის გენური თერაპია ბევრზე არ მიდის ჩვენ პაციენტებში. ის 3 მილიონიანი თერაპია ბევრზე არ მიდის. აი ზოგი არის 8% პაციენტების, ზოგი 13, ზოგიერთ წამალიან კონკრეტულ პაციენტს. და იმას თავი დავანებოთ, რომ სახელმწიფოს მართლაც სხვა ფასებში აძლევენ ხოლმე და ისე კი არ უნდა დათვალო 100 ბავშვიდან რახან წერია თქვა ლიტერატურაში 8% შემთხვევების ასე შეიძლება დაჭირდეს. იმასიდან შეიძლება არც ერთი არ იყოს ისეთი, რომელიც იმ 8%-ში ხდება. არც ერთი არ იყოს ისეთი, რომელიც იმ 13%-ში ხდება. კაცმა არ იცის, ანუ ეს არ არის ზუსტი დათვლილიც კი არ არის. ზუსტად ესე ჩვენ გვაქვს დაახლოებით 50 ბავშვის სია გვაქვს ჩვენ. იმის იქეთ არა გვაქვს, იმიტომ რომ არ ვიცნობთ შობლებს, ყველას არ ვიცნობთ. ხო, ვიღაც არ უნდა გამოჩენა, ეგეც სამწუხაროდ ეს სტიგმა კიდე არსებობს. დათვლადი აი წარმოვიღოთ ბოლო 20 წელი, 20 წელიწადში დაბადებული ბიჭების რაოდენობა შეგვიძლია დავთვალოთ, გავყოთ 3600-ზე და დაახლოებით გვეცოდება რამდენი პაციენტი არის ხან წუთას საქართველოში ამ დაავადებაზე. არა, 100-ო თვითონ ამბობენ ეგ აღრიცხვაზე ყავთ პრინციპში. მაგათ ყავთ აღრიცხვაზე. ხო, ვიღაცები ალბათ საზღვარგარეთაც იქნებიან წასულები და ჩაბარებულებია, კი. ან დათვლადია რა დაახლოებით შეიძლება არც ვიცოდეთ. ახლა გამოვლენაცასაც ხო, მაგრამ შენ შედარებით ცოტა გალაპარაკეთ გასაგებიზებიდან გამომდინარე, დაგითმოთ ასევე რამის რჩევა თუ გექნება ამ პროცესისთვის, ან არ ვიცი და შენ ბოლოს ალბათ იმას კითხავდი, ახლა რამის თხოვნა ხო არ გინდა საზოგადოებისთვის, ჩვენთვის, ყველასთვის გარდა სახელმწიფოს, აი რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მე ესეთ დროს რო უყურებ, სულ მგონია რომ რაღაცა აი ახლა კაი ეთერი დავუთმეთ, რაღაც ვილაპარაკეთ, რაღაცა მეტი გინდება ადამიანს რომ გააკეთო, არ ვიცი. იცი რა არის? თვითონ ეს ჩვენი ეს მშობლების გაერთიანება და მე ეს რა ქვია, ქუჩაში გამოსვლა და დინამიკაში როგორ განვითარდა, ხო? მე ამ ლოგიკიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა ჩვენთვის ახლა რეალურად შედეგის მიღწევის არის ხმაური და საზოგადოების ხარდაჭერა. სხვანაირად ამათთან კომუნიკაცია არც აქამდე არ იყო ეფექტური და არც მომავალში არ მგონია რომ იყოს ეფექტური. შესაბამისად, ჩვენ ორ რაღაცაში, მინიმუმ ორ რაღაცაში გვინდა დახმარება, ხმაურში და საზოგადოების მოზიდვაში, ჩვენსკენ ხარდაჭერის ფორმირება, რომ ხარდაჭერა გავზარდოთ. შეუძლებელი ხა ინფორმაციის გარეშე შეიძლება არ იცოდეს უბრალოდ ადამიანმა რა ხდება. ხო, შესაბამისად, ეხლა მე ახლა ცოტა იქეთ წავალ ქართული ოცნების იმაში გადავალ პოლიტიკურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ამ სფეროში ისედაც ვარ, მე თვითონ ამდენი ხანი ეგ სასამართლოს თემაზე, პროტესტის თემაზე, რუსთაველი და ასე შემდეგ, უფრო განსხვავდები სხვა მშობლებისგან ამ გაგებით და მე არ ვარ შეზღუდული რომ ყველაფერზე ვილაპარაკო, მათ შორის ქართული ოცნების პოლიტიკურ იმაზე რა ქვია, სიმახინჯეებზე, ხო? მე ვფიქრობ ქართული ოცნება წამოვა ამ მიმართულებით დათმობებზე იმ შემთხვევაში თუ მას შეექმნება ძალაუფლების შენარჩუნების საფრთხე. ამომრჩევლის დაკარგვის დიდი საფრთხე თუ შეექმნება. თუ კი მისი ამომრჩეველი სიტყვის რომ აი აქ უკვე ჩვენ ვეღარ ვიცით ხმას ასეთ პარტიას რომელიც ასეთ რაღაცას აკეთებს. ახლა ხო გახსოვთ ერთი ნაცებს რომ ხმას არ აძლევდა ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი ხელი არ გამიხმეს პრინციპით. ანუ 2012 წელს ხალხის საკმაო რაოდენობა მართლა ფიქრობდა რომ ნაცებს რომ ხმა მივცე ხელი გამიხმებაო, იმიტომ რომ უკვე ისეთი ის იყო რა ქვია იმ ხელისუფლების დაგროვილი იყო პრეტენზიები იმ ხელისუფლების მიმართ და პლუს ეს სისხლიანი 9 წელი რაც მე დაარქვეს დაერქვა თუ დაარქვეს და ასე შემდეგ სისხლიანი 9 წელი არც ჰაერში ნათქვამის სისტემა ბევრი სისხლი დაიღარა იმ 9 წელში და ბევრი რეპრესირებული იყო და ბევრი უფლება დაირღვა და ასე რომ მოსახლეობას ბევრი ცუდი რა ახსოვს იმ ძველი პერიოდიდან, ხო? შესაბამისად, იმ წინა ხელისუფლებას დარჩა ეს სტიგმა, რომელიც დღესაც ატრიალებს ქართული ოცნება, სისხლიანი 9 წელი და სისხლიანი 9 წელი. ეხლა მოდი ქართულ ოცნებაზე გადმოვიდეთ. 3 ბავშვი ხო დაგვიღუპა უკვე.
ბოლო 2 წელიწად ნახევარი. ის სამი ბავშვი რა, სისხლიანი წელი არ არის? ეხლა რომ ესე გააგრძელებს ქართული ოცნება და იგივე ფატალური შედეგები დაგვიდგება, იმიტომ რომ წამალი არ გვაქვს, იმიტომ რომ ის არ მოგვეხმარა დროულად სახელმწიფო, იგივენაირად გაგრძელდება. და ვინ იქნება შემდეგი არავინ არ ვიცით. და ქართული ოცნებას არ დააგროვებს ამ იმას, რა ქვია, სისხლიან წლებს ქართული ოცნება არ დააგროვებს თავისი ამომრჩევლის თვალში და საერთოდ საქართველოს მოსახლეობის თვალში. ანუ აი ეს რა რეალობის წინაშე ვდგავართ, თვითონ ქართული ოცნება უნდა დაფიქრდეს, რომ იგივე იმიჯი არ შეიტენოს, რაც ნაცმოძრაობამ შეიტენა სისხლიანი 9 წლის სახით. მაგას დაარქმევენ მე და იტყვიან, შენ ხარ ბავშვების კვლელი ხელისუფლება. ამას ეტყვიან 1 წლის მერე, 2 წლის მერე, 3 წლის მერე, როცა თუ არაფერი არ გააკეთა, ისევ ის გაგრძელდება, რაც დღემდე. ბავშვები წავლენ ეთლში, ბავშვების სიკვდილიანობა გაგრძელდება, რაც იყო და აი ეს იქნება რა, ეს შედეგები დაუდგება მაგას ხელისუფლებას და პლუს თვითონ თავისივე ამომრჩეველი იტყვის, რომ ჩვენ ძმაო მართლა თავს ხო არ შევაკლავთ ამ ქართულ ოცნებას, კაცო, ჩვენი სინდისი ხო გვაქვს. მართლა უსინდისო ხალხი ხო არ არის ამ ქვეყანაში. ბევრი რამეა ძალიან დამოკიდებული მათზე. ჩვენზე მეტი, აი ხა ჩვენ გასაგებია რომ ოპოზიციურად განწყობილებად აღვიქმებით კი არა და ვართ კიდევაც და ასე შემდეგ, მაგრამ აი თქვენთან, აი ხა თქვენ საუბრიდან გამომდინარე გაცილებით მეტი ბევრი რამე არის დამოკიდებული ქართული ოცნების დეკლარირებულ მხარდამჭერებზე და ამომრჩევლებზე. მათი მხრიდან აი ეს თქვენი მხარდაჭერა ნიშნავს, რომ გაცილებით გაიზრდება ზეწოლა ქართულმა ოცნებამ ისედაც ბევრი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ისედაც ბევრი ნეგატივი შეიტენა თუ შეიწება თუ რაც ქვია. დაწყებული იმ ქუჩის დარბევებიდან, ქუჩის აქციების და დალეწილი ხალხიდან და დამთავრებული ნარკოტიკის ჩადებიდან. ხო ვიძახოდით, კაცო, რომ ნარკოტიკის ჩადება ჩაბარდაო წარსულს, მაგას ხო ვიძახოდით. აგერ არის კაცი, რომ ესაც ნარკოტიკი ჩაუდო ქართულმა ოცნებამ. და მაგიტომ მოვიცილე ჩვენ წინა ხელისუფლებამ მე ყოველ შემთხვევაში, რომ ხმა მივეცი ამ ქართულ ოცნებას, რომ ამ კაცის და არავის ნარკოტიკი არავის არ ჩაიდო. ანუ ადრე თუ უდებდნენ ისე 2-დან 4 წლამდე ან 4-დან 7 წლამდე, არ ხდები 8-დან 20-მდე ან უვადო რაოდენობების ჩადება დაიწყეს. მართლა არ ხუმრობ რა. ჩადება საერთოდ ჩადება. იმდენი რამე შეიტენა, იმდენი პოლიტიკურად, იმდენი ტალახი შეიზილა ქართულმა ოცნებამ და კიდევ ერთი ახლა ბავშვების კვლელი ხელისუფლება რო დაერქვას და მართლა დაერქმევა. თუ ასე გაგრძელდა, უკვე ეს შედეგი არ არის. 2 წელი რომ მინისტრ ვეხვერწებოდით, რომ გუნდი შექმენი თქო და ამასობაში 3 ბავშვი რო დაგვეღუპა. რატო დაგვეღუპა? იმიტომ რომ ვერ შეამოწმეს ეს ბავშვები. ამიტომ დაგვეღუპა და თავის სახელი ხო დაერქმევა ამას. და შესაბამისად, აი ამას თუ გაანალიზებს ის ზემოთ რო ხალხია და ეს ერთი კაცი თუნდაც ხო ამას თუ მიხვდება, ის მერე შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს და თქვას, რომ მე მირჩევნი ამ პრობლემას მივხედო, ვიდრე ჩაუპრესო და მივახუჩეშო. მე ვფიქრობ, რომ წარმატების საიდუმლო აქვს ესეთ პროტესტს და რა არის ეს წარმატების საიდუმლო. ეს ხო არ არის რაღაცა ისეთი საორჭოფო და სადაო საქმე, აქ არის რაღაცნაირად სიმართლე. და დრო მუშაობს მათ საწინააღმდეგოდ ამ შემთხვევაში. დროსთან ერთად თუ ეს პროტესტი, თუ არა, ეს პროტესტი რო გაგრძელდება და არ ჩაქრება ისე, როგორც ელოდებიან, რომ ჩააქრონ და რო არ გაამართლებს მათი მცრუ მესიჯები თავიანთ ამომრჩევლებთან და ეს პროტესტი მაინც რო გაგრძელდება, დროსთან ერთად მათივე ამომრჩეველი იმდენად ხელმისაწვდომია და იმდენად ზედაპირზე გაიგებს სიმართლეს და ეს არის ყველაზე საშიში მათთვის. თავარი არის რომ მალე რაც მაგათ უნდათ რომ მალე ჩაახშონ ეს, რომ დიდ დროსთან ერთად თავისივე მხარდამჭერებმა არ დაიწყონ ამაზე ბევრის მოძიება და გაგება. ხელმისაწვდომია რეალურად რა, ანუ რა ვიცი, ChatGPT-ს რო კითხონ, ChatGPT-ს რო დაუსვან კითხვა კონკრეტულად, მიიღებენ ძალიან ამომწურა პასუხს. რაღაც უნდა სარჯველაზე ერთ წამში ჩაწერე და ჩვენ თვითონ მოგცემს პასუხს. თქვენი გამარჯვების ფორმულა არის ახლა ის, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს და ეგრეც იქნება. ისეთ შემართებით ხნეთ და ისე ხართ, რა ქვია, მართლა საერთოდ არის განწყობა მშობლებში, აი ეს მუშაობს მათ საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ მათი ტრაგედია არის თავისივე ამომრჩევლების იმაში სიმართლის გარკვევა, რომლებიც აუცილებლად შემოუტრიალდებიან. ეს არ არის ესეთი თემა, რომელშიც ან ნაციონალურ მოძრაობით შეაშინებენ, ან ომით შეაშინებენ. ამ ადამიანებს ხო რაღაცეებით აშინებენ, რითიც ინარჩუნებენ. აქ ვერაფრით ვერ შეინარჩუნებენ. სიმართლე, ტყუილი არის მათი ერთადერთი, რომელსაც დროსთან ერთად უფასურდება ეს ტყუილი. ასე რომ
ხო და აი ნახე როგორ არის მშობლებში ეხლა ეს განწყობები იცვლებოდა შენ კარგად გესმის ეს საკითხი მშობლებში ეს განწყობები ისა იცვლებოდა თავიდან საერთოდ არ იყო ახლა მშობლები 1-2 წლის წინ ან 1 წლის წინ რომ მშობლებისთვის გეკითხა რომ ქუჩაში გავიდეთ არა ქუჩაში გავიდეთ კაცო მოდი ჯერ ვილაპარაკოთ ამასთან და ქუჩაში რატო უნდა გავიდე და რა საერთოდ არც ეც არ წარმოედგინა მე ისედაც ქუჩაში ვარ ახლა ამ აქციებში მონაწილეობ მაგრამ იმ მშობლების დიდ ნაწილს საერთოდ ვერ წარმოედგინა ქუჩაში დგომა და ვერ უშვებდნენ რომ ისინი ესეთ ბოროტებას ხო და წინაშე დადგებოდნენ და ეხლა მოხდა საოცარი რაღაცა რომ მშობლები ხდებიან რომ საზოგადოების მხარდაჭერას რამხელა მნიშვნელობა აქვს ხალხი მოდის იქ კანცელარიის წინ უცხო ადამიანები და მოაქვთ საჭმელი, სასმელი, აუბნებიან რითი დაგეხმაროთ თქვენ გვერდზე დავждეთ, ჯდება იქ ჩვენ გვერდზე, არის თავისთვის რომ იქ რაღაც ისა მონაწილეობა მიიღოს და მიდის. არც ახელს ამბობს, არც გვარს ამბობს, უბრალოდ ჯდება. თანაგზნობით თვალებით ვიყურებს და ჯდება და მე არც ახელი ვიცი, არც გვარის ვიცი რომ მოვიდა და დაждდა იქ და ასეთი ხალხი და პლუს კიდე ის რუსთაველის ხალხი. რუსთაველის ხალხი არის ჩვენს მიმართ, ანუ ამ მშობლების მიმართ 100%-ით ისა რა ქვია, მხარდამჭერი 100 და 200% მხარდამჭერი და გუშინაც მაგალითად ეს რა ქვია მოუწოდეს რუპორით ავიდეთო ზემოთ მშობლებთანო და წამოვიდა რავი 200 თუ 300 კაცი წამოვიდა, მოვიდა ჩვენთან ჩაგვეხურდა, მხარი დაგვიჭირა და დარჩა კიდე კარგახნის განმავლობაში. ეს მეტყველებს რაზე? რომ ჩვენ ეს განსაცდელი მე რელიგიურიც ვარ ამავდროულად. შეიძლება არ ვიყო ის რა ქვია ძალიან ეკლესიური და სულ არ დავდიოდი, ყოველდღიურად ვერ დავდიოდი, მაგრამ რელიგიური ვარ და მჯერა, რომ ეს განსაცდელი არის ამავდროულად არა მხოლოდ ჩვენი ბავშვების, არამედ ქვეყნის განსაცდელი. რომელიც რაღაც გამოცდის ჩაბარებას ემსახურება. ასე მგონია. ჩემ შეხედულებას ვამბობ რა. ეს არის ჩვენთვის რაღაც გამოცდა. და ეს გამოცდა ჩვენ მოგცემს იმას თუ შემდგომ რად ვიქცევით. ეს გამოცდა თუ ჩავაბარეთ, ჩვენ ვიქცევით, ესე იგი, კონსოლიდირებულ საზოგადოებას, რომელიც ერთმანეთს ყველაფერში უგებთ და ვეხმარებით და მხარს უჭერთ და ერთმანეთს თანაუგზნობთ, ან ასეთ საზოგადოებას ჩამოყალიბდებით, ან ჩვენ ჩამოყალიბდებით უსულგულო ინდიფერენტულ საზოგადოებად, რომლის დევიზია ყველამ თავის მამიდას მიხედოს. სხვისი ჭირი ღობეს ჭხირი. ან იქეთ წავალთ, ან აქეთ წავალ და მე მაქვს ეს შეძნება თუ ჩვენმა ბავშვებმა გაიმარჯვეს, ქვეყანაც გაიმარჯვებს აქ. ქვეყანაც გაიმარჯვებს ამ ნაწილში. დიდი მადლობა და ბოლოს ხო არ ვიცი რა გითხრათ, მართლა ცოტა რთული ამდენჯერ ენა არ და მე ალბათ არც ეთერში, მაგრამ მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ მე ჩემთვის გასაგებია თქვენი თავარი мотиваცია, რომ თქვენი შვილებია, მაგრამ ამ ფონზე თქვენ ამ ბრძოლაში ორივეს ეხება ეს ამ შემთხვევაში, რასაც თქვენი შვილებისთვის აკეთებთ, ეს უკვე არის მაგალითი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და აი ბოლოს რაზეც საუბრობდით, ზოგადად საქვეყნო საქმეა რა, ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ, რომ ხმა ამოვიღოთ და სიმართლისთვის და რაც გვეკუთვნის იმის მისაღებად რაღაცა ვთქვათ და ჩემთვის ძალიან დასაფასებელია, რომ ამ რთულ ემოციურ მდგომარეობაში ახერხებთ კიდე ყველაფრის გათვალისწინებას, რაც რომც არ გაითვალისწინოთ, კაციშვილს არ გაგემტყუნებათ. ხო და ძალიან დიდი მადლობა. აპოლიტიკურებენ და რაღაცებს რო იძახიან, მინდა ვთქვა, რომ არც ერთხელ აი აქამდე მე კახაზგანის არ გამიგია, რამდენჯერ შევხვედრილ და ანუ აი უბრალოდ ეგეც რადონის სიბინძური არის, რომ ამ ხალხს ანუ ესეთი რაღაცა დააბრალო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაშია და სუპროტესტია, ხა არც ერთხელ არასდროს ეს საკითხი აქ ამაში არ შემოუტანია და არანაირ აქ ლაპარაკი არის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე და აი ვერანაირად ვერ გააშავებენ. მე საერთოდ არც ვამშღავნებდი ამ პრობლემას. მშობლებს ეუბნებოდი, რომ მშობლებო, ამასაც ვიტყვი. მე არ გამოვჩდები რა. თქვენ აკეთეთ, თქვენ მასქენით, მინისტრთან თქვენი არეთ, პრესაში თქვენ მე არ გამოვჩდები, იმიტომ რომ მე ქართულ ოცნებასთან უკვე 5 წელი კი არა და რამდა 10 წელი ვარ გადამტერებული ვარ აქციაზე გამიკვირდა სასამართლოს თემაზე, ანუ სასამართლოს თემაზე ვეჭიდავები ქართულ ოცნებას უკვე 10 წელი და მე რო გამოვჩდე, ეს საქმე მე უთხარი გაფუჭდება, ამიტომ საერთოდ არ გამოვჩდები. და თქვენ თვითონ გააკეთეთ ყველაფერი, მინისტრთანაც შეხვდით, კომუნიკაციაზეც გადით, კომპანია ყველა, ანუ ისე რომ მე არ გამომაჩინოთ საერთოდ. და მე რომ მივიდა საქმე იქამდე რომ ანუ ქუჩაში გამოსვლის გარეშე არაფერი არ გამოდის. მე მშობლებმა მითხრეს რომ ახლა შენ უნდა იყო ჩვენი წარმომადგენელი, იმიტომ რომ ქუჩაში დგომა შენთვის უკვე ის არის რა, ჩვეულებრივი ამბავია რა.
აი დავთვალე და ბოლო სიწლის მანძილზე სადღაც 130-დან 140-მდე ასეთი ბავშვია სავარაუდოდ დაბადებული. აი რაღაცა შობადობა ავიღე საშუალოდ 50-ი. და ბოლოს მინდა მივმართო ქართული ოცნების ღიად მხარდამჭერებსაც რა ადამიანებს რომლებსაც დარწმუნებული რა ძალიან დიდ უმრავლესობას აწუხებს ეს ამბავი. შეგიძლიათ გამოხატოთ ნებისმიერი ფორმით ამ ადამიანების მიმართ თანადგომა. აი ეს არ არის რაღაც პოლიტიკური მოთხოვნების მქონე პროტესტი. გადააზიაროთ ინფორმაცია და ჩაერთოთ ამ კამპანიაში. ვისაც გენდობათ რომ მიხვიდეთ, მიუხედავად იმისა რომ არა მაგრამ ქართული ოცნების თორნიკე. მითხარით, მიუხედავად იმისა რომ კახა შეიძლება იდგეს რუსთაველზე სხვა მოწოდებითაც, იქ სულ რომ ვიღაცა ცნობადი სახე მივიდეს ქართული ოცნების, რომელიც აი ამ კონკრეტულ რაღაცაში მხარს გიჭერო, იქ არავინ არ ეტყვის რომ აი შენ რო არავინ, ხო? ეს არის ეს აბსოლუტურად და აი ჩვენც მაქსიმალურად აი მეც ვეცადე რომ აი რაღაცა პოლიტიკური ქვეტექსტი იმაზე მეტი არ გამეკეთებინა, რაც ბუნებრივად აქვს ამ ამბავს. გადასვის სამინისტროს ეხება ეხლა და სარჯველაძეს და კალაძეც რომელიც ამ თემაზე ლაპარაკობს, ხო? კალაძე განსაკუთრებით. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. როგორც კი ქართული ოცნება იგრძნობს რომ მათ მხარდამჭერებშიც კი არის ემპათია და თანადგომა ამ ადამიანების მიმართ, ანუ ფაქტობრივად მნიშვნელოვანწილად არის თქვენზე დამოკიდებული ეს ბავშვებიც ამას მიიღებენ თუ არა. აი ასე დგას საკითხი. ქართული ოცნების მხარდამჭერებზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული ეს ხალხი მიიღებს თუ არა წამს. ალბათ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ვთხოვოთ, რომ რა ინფორმაციაც გავრცელდება და ბევრი ინფორმაცია გავრცელდება, რა ვიცი, მეც ვეცდები მაქსიმალურად რაც საინტერესოა და გასაგები იქნება მოქალაქეებისთვის ამაზე რაღაცა ვიდეოს დავწერო და პოსტიც ხოლმე, რაც შეიძლება გავავრცელოთ, კამპანიური სახე მივცეთ, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს, რომ უფრო ბევრი ადამიანის მხარდაჭერა შემოვიდეს ამ პროცესში, რომ რაღაცნაირად ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ასეთ პატარებს თქვა დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია იქნება ეს პრეპარატი თუ იქნება ეს ანალიზები თუ იქნება ეს სარეაბილიტაციო და უბრალოდ ექიმების მეთვალყურეობა რა. ბევრი საჭიროებები აქვს და ამიტომ შეგვიძლია ნაბიჯ-ნაბიჯ ნელ-ნელა ეს საჭიროებები დავფაროთ. მადლობა.